შენობის ბოლო სართული ჩამოინგრა. შეგვიძლია ამ ეტაპისთვის უკვე ვთქვათ, რომ ნგრევას მსხვერპლი მოყვა. ჩვენი კორესპონდენტი ცარო კირვალიძე მუშაობს შემთხვევის ადგილას და ბოლო ცნობებს აი ამ მძიმე ამბის შესახებ სწორედ ის მოგვაწვდის. ცარო, თუ შეგიძლია გითხრა დამატებითი ინფორმაცია, როგორც ვიცი, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, როგორც ვიცი, ის ადასტურებს, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა დატრიალებულ ტრაგედიას აბასთუმნის ქუჩაზე. ბოლო ინფორმაცია რაც შეგვიძლია რომ მაყურებელს უთხრათ ვაჟა სირაძემ გააკეთა მედიასთან სულ ცოტა ხნის წინ განცხადება მათ შორის ახლა ვხედავთ რომ მოვიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მე ოპერატორს ვთხოვ გაჩვენოთ რაც შეეხება უშუალოდ ვაჟა სირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მან დაადასტურა რომ არიან გარდაცვლილები თუმცა კონკრეტულ ციფრის არასახელებს ამბობს რომ ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ვაგზლის მოედანზე და მას შემდეგ მიაწვდის მაყურებელს დეტალური ინფორმაციას მათ შორის მედიის წარმომადგენლებს გარდაცვლილთა რიცხვის შესახებ, რაც დასრულდება საგამოძიებო სამუშაოები, რაც შეეხება უშუალოდ ადგილზე არსებულ ვითარებას, დაახლოებით 1 საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ვაგზლის მოედანზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. აქ არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენ ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ რაც მიიღეს ინფორმაცია საცხოვრებელი კორპუსის გრევის შესახებ ყისიერად მოახდინეს რეაგირება, შესაბამისი დანაყოფები გამოუშვეს ადგილზე. ვხედავთ, რომ აქ არის სასწრაფო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე არიან საპოლიციო დანაყოფები. როგორც უკვე გითხარით, ახლახან სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რაც შეეხება უშუალოდ ადგილზე მოქალაქეების განწყობას. ბუნებრივია ჩვენ ჩავწერეთ ეს ადამიანები და ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი იყო ავარიული და ამის შესახებ მათივე თქმით ინფორმირებული იყო დედაქალაქის მერია, თუმცა ამ დრომდე არანაირი რეაგირება დედაქალაქის მერიას არ ქონია. გარდა ამისა, ამ ადამიანების მხრიდან ვისმენთ განცხადებას იმის შესახებ, რომ გადის მეტროსადგური და შესაბამისად უკავშირებენ უეცარ ნგრევას, კორპუსის ნაწილის უეცარ ნგრევას, სწორედ აღნიშნულ ფაქტს, რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას გარდაცვლილთა რიცხვის შესახებ. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამაზე დეტალურ ინფორმაციას მაყურებელს ვერ მივაწვდით, მანამ სანამ ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებენ. ასეთია ვითარება აქ გარდა იმისა, რომ ხედავთ კადრში საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოინგრა ბოლო სართული, ასევე აქ არიან ადგილზე ბუნებრივია მოქალაქეების შეკრებილები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. არ ვიცი, მე ვეცდები, რომ ადამიანებს გავესაუბრო უკაცრავად, აი რა ინფორმაციას ფლობთ, რა მოხდა რეალურად ადგილზე და ავარიული იყო თუ არა შენობა თქვენ? არ ვიცი, მე ახლა მოვედი, არ ვიცი არაფერი. თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ, ავარიული იყო ეს შენობა? კი, ავარიული, ბევრჯერ განცხადებებით მიმართეს და ყურადღება არ მიაქცეს, გულგრივად მოიქცნენ და იმიტომ. დაახლოებით რა მონაკვეთში მოხდა კორპუსის ბოლო სართულის ნგრევა? მე რო გავიგე უცბად მორბოდი აქა, აი ამ ნაგრევებში არიან დადა ძმა. ეგრე გავიგე და 6 გადაიყვანეს. დაშავებული თუ გარდაცვლილი, აი ვინ გადაიყვანეს თუ გაქვთ ეს ინფორმაცია? დაშავებულები 6 არიან და გარდაცვლიო დადა ძმა. ეგრე გავიგე. ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. უსმენთ ერთ-ერთ მოქალაქეს, ბუნებრივია აქ მოქალაქეებს უჭირთ საკუთარი ემოციების დაფიქსირება, იმიტომ რომ არის მძიმე ემოციური ფონი. გაჩვენებთ ისევ და ისევ ადგილზე არსებულ ვითარებას. ხედავთ, რომ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ცდილობენ ნანგრევებში ყოფი ადამიანების გამოყვანას, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არც ამ ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია ზუსტად თუ რამდენი ადამიანია ახლა ნანგრევებში, თუმცა აგრძელებენ უწყების წარმომადგენლები მუშაობას. მას შემდეგ რაც დამატებითი კომენტარები გაკეთდება შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ვაჟა სირაძე თუ მათ შორის დედაქალაქის მერი, ამის შესახებ მაყურებელს დამატებით დეტალებს და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ცარო კირვალიძე, ჩვენი კორესპონდენტი მუშაობს ტრაგედიის ადგილას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რამდენიმე საათის წინ თბილისის ცენტრალურ უბანში სადგურის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე აბასთუმნის ქუჩაზე ავარიული შენობის ბოლო სართული ჩამოინგრა. უკვე შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ერთი ადამიანის ცხედარი მეხანძრე მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს და არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელია კიდევ ერთი ადამიანი
ადამიანი იყოს მოყოლილი ნანგრევებში. ასევე თქვენ მოისმინეთ ინფორმაცია, რომ ეს ინფორმაციაც არის დაუზუსტებელი, რომ სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა ნგრევის შედეგად. ჩვენ რა თქმა უნდა შემთხვევის ადგილს გადაცემის მსვლელობისას კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით. როგორც მოსაოდნელი იყო გახარიას პარტია და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთვის საარჩევნო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. არანაირი პოლიტიკური კოალიცია ახლა როგორც მაცნობებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი აკეთებს გეკა გელაძე განცხადებას და ეხლა თქვენ კადრში სწორედ ხედავთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ემზადება განცხადების გასაკეთებლად. მოდი მოვისმინოთ ეს ინფორმაცია. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, utardeba სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. შესაბამისად, თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით. ვერ გეტყვით, ამ წუთას მიმდინარეობს სამაშველო სამუშაო. ამ მოქალაქეს შეგიძლიათ გასცეთ პასუხი ბატონო გელა, რომელიც გეხოცებათ, რომ ოჯახის წევრის შესახებ ინფორმაცია ნახეთ, გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების დროს შეგვეძლება მივიღოთ მონაწილეობა. ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი. ერთ გიდასტურებთ გარდაცვალებას. რა თქმა უნდა. არ ვიცით, ვერ გიდასტურებთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით. ერთი გადასტურდა, დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ. მივხედავთ ჩვენ, უკაცრავად მივხედავთ. მოგდანით. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ისმენდით თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში, როგორც გელა გელაძე ამბობს, ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული. თბილისის მერი დგება ახლა განცხადებაზე. მოვისმინოთ რა განმარტებებს გააკეთებს კახა კალაძე. სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. თვითონ корпуს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაოქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული корпуსის დემონტაჟს და ახალი корпуსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ ასეთი ამ პროგრამის განხორციელება სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, გაყვანილია ქირით, უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა განარჩენებმა ამ ეტაპზე განაცხადეს უარი. ეს არის რეალური მდგომარეობა. საუბრიდან გამომდინარე, ხდება განცხადება, რომ მოსახლეობამ განაცხადა ისინი არ დადასტურდნენ თქვენ შეთავაზებას, რომ აქ მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველას კი პასუხებთ, ყველას თანმიმდევრულად, ყველას თუ შეიძლება სათითაოდ დავსვათ შეკითხვები და ყველას იპასუხებ. ფორმულას პასუხობ პირველ. რატომ შეგებეთ თეთრის აღებავით მაშინ ეს корпуსი 5 წლის წინ და ჩნდება გაცდა რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ახლა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე საუბრო, რომ ისინი არ დათანხმდნენ მერიის შეთავაზებას, პროგრამა 2024 წელი თარიღდება. თქვენ იცით, რომ პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მხრიდან, რა თქმა უნდა, აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას ასეთი შენობა ნაგებობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია დედაქალაქში ავარიული შენობა ნაგებობები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიები აქვს მინიჭებული. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს იქ მცხოვრებ ადამიანებს იმ უვარგისის, საცხოვრებლად უვარგის корпуსებიდან გამოვიყვანოთ და მას შევთავაზოთ ახალი თანამედროვე ტიპის корпуსები. ასეთი პროექტები ბევრი განხორციელებულა დედაქალაქში, ბევრის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ იქნება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი
ადამიანები იძულებით გამოვიყვანოთ თავიანთი საცხოვრებელი ბინები. იმედს უპასუხებ. ხუთი ოჯახი იყო თანახმა რომ დაეცალა. ბატონო? მხოლოდ ხუთი ოჯახი იყო თანახმა რომელმაც ზუსტად ციფრი არ მახსოვს, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, გაყვანილი იქნა იჯარით და ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან ქირით და ცხოვრობენ არა ამ კორპუსში, სხვა საცხოვრებელ ბინებში. ეხლა პირველს უპასუხებ. ყველა გაყვანილია ამ წუთის მდგომარეობაში. ბატონო კახა, თუ ავარიული იყო, შემოსაზღვრული რატომ არ იყო და აქ ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 წლის წინ ნამდვილად მოხდა ამ კორპუსის მხოლოდ შეხება. 5 წლის წინ თუ იცოდით, რომ ავარიული იყო. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება აღნიშნული კორპუსი, საჭიროებს სრულ დემონტაჟს და შესაბამისად ეს ყველაფერი არის დაოქმებული და შეთავაზებაც გაკეთებული იყო ოჯახებში. შესაბამისი ინფორმაცია მიაყოფილ თბილისის მერის კახი კალაძის განმარტებას ისმენდით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ავარიული კორპუსის ნგრევას. მინდოდა რომ პოლიტიკური თემები მოკლედ მიმომეხილა, ასე ვთქვათ, საკადრო ტექსტში, მაგრამ ძალიან უადგილოდ მე მიჩვენება ახლა ეს ყველაფერი და პირდაპირ გადავიდეთ სტუმართან, თუ გვაქვს შესაძლებლობა. სალომე სამადაშვილი, ლელო ძლიერი, საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო სალომე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ეხლა ვკითხულობდი ჩვენს Facebook Live-ზე კომენტარს ერთ-ერთი მაყურებლის და აბსოლუტურად სწორი შენიშვნა არის, რომ აფეთქების საშიშროება რომ იყოს, მოსახლეობას უნდა კითხოთო. ფაქტია, რომ მიდგომები არის შესაძლებელი და სურათს კიდევ მე უფრო მეტად ამძიმებს ის, რომ თბილისის მასშტაბით, აი ასეთი ავარიული დაახლოებით 4000 შენობა ნაგებობაა, შესაბამისად, როდესაც თბილისის მერია ხედავს, რომ ავარიულ შენობებს ეწირება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აუცილებელია შეიცვალოს მიდგომა. ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც ღვიძლს არ იკეთებს ავტომობილში, მაგრამ კანონი მათ ამას ავალდებულებს და როდესაც საპატრონო პოლიცია ასეთ კანონ დარღვევას ხედავს სახეზე, მათ აჯარიმებს. მაშინ რატომ აძლევენ უფლებას ადამიანებს იცხოვრონ სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში? შემოგვიერთდა სალომე სამადაშვილი, ლელო ძლიერი, საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ქალბატონო სალომე, ახლა თუ გესმით ჩემი ხმა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მძიმე შემთხვევაა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დაუდგენელია რა მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ქუჩა ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა არის გარევაჭრობის თვალსაზრისით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ აი ახლა თქვენ დღეს გააკეთეთ, ასე ვთქვათ, მოაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს გახარია საქართველოსთან ემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ანუ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებები წყვეტენ მოსახლეობისთვის ასეთი ტიპის პრობლემებს და რეალურად ახლა ჩვენ საარჩევნო მარათონი არის ქცეული პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ პოლიგონად და არა ასეთი სოციალური პრობლემების რაღაცა შეჯიბრებითობის ასპარეზად. არ ვიცი, აი როგორ შეაფასებდით აი ამ მძიმე ტრაგედიას, რომლის მსგავსით სამწუხაროდ თბილისში არაერთი გვინახავს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თბილისის მასშტაბით აი ასეთი ავარიული სიცოცხლისთვის საშიში სულ ცოტა 4000 შენობა ნაგებობა გვაქვს. მადლობა თემა მოწვევისთვის. მე ვაშინგტონიდან გერთვებით, სადაც დღეს დაიწყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ გვექნება უამრავი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, საბოლოოდ ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და საერთოდ დემოკრატიული პროცესის აღდგენა. ამაში ჩვენი მთავარი მოკავშირე მივეცნია, რომ უნდა იყოს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ დიახ, მართალი ვსანდებით, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია დემოკრატია და
ის არის გაუქმებული ყველა დონეზე, დაწყებული ეროვნული არჩევნების დონიდან და დამთავრებული ადგილობრივი არჩევნებით. იქ ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები არიან ბედის ანაბარა მიგდებული და ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ სხვადასხვა ტრაგედიებში, რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი რაღაცა ესეთ ყოფის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თითქოს, რომ თითქოს არაუშავს. დღეს ვიღაცა უნდა დაიღუპოს შადრევანში, ხვალ ვიღაცა უნდა დაიღუპოს ჩამონგრეულ სახლში, ისე თითქოს პატრონი საერთოდ თბილისს აყავს და სხვა მუნიციპალიტეტებს და ზოგადად ქვეყანას, იმიტომ რომ დემოკრატია პირველ რიგში ნიშნავს ანგარიშვალდებულებას. დემოკრატია ნიშნავს, რომ კახაკალაძემ რო იცოდეს, რომ გააგდებენ მას შემდეგ არჩევნებზე, იმიტომ რომ ხალხის ნების და ხალხის მოთხოვნების და ხალხის საჭიროებების შესრულების ნაცვლად თავის სიმდიდრის გაბევა, ასე ვთქვათ, გაზრდაზე რო ზრუნავს, ამაზე რო პასუხს მოთხოვს ქართველი ხალხი და ის ანგარიშვალდებული იქნება ხალხის წინაშე, მან რო ეს იცოდეს, მაშინ ჩვენ არ ვიცხოვრებთ ამ რეალობაში და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი ფაქტიურად აი ამ რეჟიმმა გააუქმა აქცია, არჩევნები, რაღაცა გამოაცხადა მას შინაარსი. მათ შორის დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები, დააპატიმრა ლევოს პოლიტიკური ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ერთადერთი მიზნით, რომ დაასუსტოს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, შეამციროს ჩვენი მოქმედების არეალი და ჩვენ ამაზე პასუხი ჩვენი უნდა იყოს სწორედ ის, რომ ქართულ ხალხს ვუთხრათ, რომ ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა დავაპატიმროთ, ვინც არ უნდა დაიღოს ჩვენი პარტიიდან, ჩვენ არ ვაპირებთ მიტოვებას მარტო ამ ბრძოლაში, არც ერთ დონეზე, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის პირველ რიგში ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ჩვენ ხდება საბოლოოდ არ შევწყალოთ ქვეყანაში და ადგილობრივი არჩევნების ეს ბრძოლის ველი, სადაც მათ შორის აი ამ მიტოვებულ ადამიანებს სამწუხაროდ, რომლებიც ფიზიკურად იღუპებიან საკუთარი ხელისუფლების კორუფციის, საკუთარი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, დაუდევრობის შედეგად ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ, რატო ჭირდება ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები და ამ მიზნით შევდივართ ჩვენ ამ საარჩევნო ბრძოლის ველში, რომელიც ძალიან შორს არის ხანდია დემოკრატიული სტანდარტებისგან და ჩვენ სწორედ ამაზე გვექნება საუბარი მიმდინარე კვირას ვაშინგტონში, რაზე წოლის ბერკეტების ამოქმედებას ველოდებით ჩვენ ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარებით და გვერდში დგომით. ქალბატონო სალომე, დავაზუსტებ ერთს, ანუ კონკრეტულად რაზეა საუბარი, როდესაც ზეწოლის ბერკეტებზე საუბრობთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ანუ საუბარია მეგობარ აქტზე და თქვენ აზუსტებთ ახლა რა შინაარსი ექნება მეგობარ აქტს და კონკრეტულად როდის შეიძლება ის შევიდეს ძალაში? ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში, რომ ამ რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტები შეიქმნას. ეს არის დიახ, მათ შორის რეჟიმის ვიმეორებ სანქცირება და თქვენ იცით რა ვითარებაა დღეს მსოფლიოში, მათ შორის დღეს ვაშინგტონში აქ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული განაცხადი გაკეთდა პრეზიდენტ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრაზე. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დამარცხება იქნა იდენტიფიცირებული არა როგორც ყველაზე სასურველი და ვთქვათ, გადაუდებლად სასურველი ამოცანა, არამედ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ახალი გვერდი იწერება დასავლეთის კოორდინირებულ შეტევას, რაც შეეხება რუსეთზე. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ, როდესაც გეოპოლიტიკურად საქართველოს შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგოს, იმიტომ რომ რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, საბოლოოდ გადაფორმებას მათთვის მათი გავლენის სფეროში, ეს არ უნდა იქნას დაშვებული. მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი პოზიციით უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება სწრაფად. გარდა ამისა, ცხადია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაკაპატიმრებული ჩვენი ლიდერების და სხვა პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტების, ჟურნალისტების,
მათი გათავისუფლების თემა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე გვექნება შეხვედრა ჰელსინკის კომისიაში, გვექნება შეხვედრა როგორც საკანონმდებლო ისევე აღმასრულებელი წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მეგობარი აქტის სწრაფად მიღება და ამთან ერთად გვჭირდება სწრაფად ამუშავება ახალი პოლიტიკის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმისთვის რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო არ იქნას მიტოვებული რუსეთის კლანჭებში, იმიტომ რომ მიტოვებულ რუსეთის კლანჭებში ჩატოვებული საქართველოს პირობებში ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე რჩება მიტოვებული სიღარიბის პერსპექტივების წინაშე და მათ შორის აი ისეთი რეალობის წინაშე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების ცხოვრება საქართველოში უბრალოდ გახდა საშიში და ჩვენ გვესაუბრება ეს რუსული რეჟიმი უსაფრთხოებაზე მოქალაქეებით და როგორ იცავს მოქალაქეებს, როდესაც ცხოვრებაც კი სახიფათო არის მსგავსი კორუმპირებული რეჟიმის პირობებში, რაც დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზაცია, მათ შორის მობილიზაცია იმ გზით, რომ ჩვენ ფართოდ გავშალოთ ეს ბრძოლის ველი ადგილობრივი აქტივნების პროცესის გამოყენებით, პროტესტის გადაჭრა გვჭირდება ქვეყნის შიგნით და ასევე გვჭირდება უფრო ძლებრივი მხარდაჭერა საგარეო ფრონტზე და ლელო ძლიერი საქართველო აპირებს, რომ ყველა ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს და მათ შორის ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში, თუმცა ჩემი კოლეგები ვიცი, რომ დღეს ადგილზეც არიან, სადაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა და ცხადია, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ, როგორც დღეს განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, წინა საარჩევნო პროცესში აი ამ ბრძოლის ფრონტის გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიდერები დღეს არიან დატყვევებული რეჟიმის მიერ, სწორედ იმიტომ, რომ დაგვასუსტონ ჩვენ და ჩვენ ბრძოლის ველი ახსენეთ და ხომ არ მოგიწევთ ორ ფრონტზე ბრძოლა თქვენ და გახარია ძლიერ საქართველოს ერთობლივად, იმიტომ რომ ნახეთ, რომ გარკვეული ტიპის თანამშრომლობა თქვენ შორის შედგა და ამაზე ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ისიც ვნახეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ერთგვარ, ასე ვთქვათ, ალიანს კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან. ყველაზე მწვავე ამ თვალსაზრისით იყო თინა ბოკუჩავა, რომელმაც პოლიტიკური ქორწინება უწოდა ანგარებით და თქვა, რომ ეს არ არის რეალურად ერთმანეთთან თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული მემორანდუმი, არამედ გულისხმობს თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილთანო. აი არ ვიცი, აპირებთ თუ არა უპასუხოთ აი ამ ერთგვარ თავდასხმას, რომელიც უკვე არის სახეზე თქვენს მიმართ, ანუ იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი და ლოგიკურად გაძლიერდება წინა საარჩევნო პერიოდში. იცით რა, ყველას გურჩევ, რომ შეცთავაზოს როგორც პირველ რიგში ქართულ ხალხს, ასევე ყველას შეცთავაზოს თვითონ რა გზას ადგავს, რა არის მათი სამოქმედო გეგმა ამ რეჟიმის ბრძოლაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტათი გაუცდებული არის მათ შორის თანამეგობრობა, იმით რომ არსებობს ნაწილი ოპოზიციის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს და მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკით არის დაკავებული და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებიც საკმაოდ მალე ძალიან თავმობეზრებული გახდებიან ხალხით, რომელიც სიშვერს სხვა ოპოზიციისკენ და არაფერს არ სთავაზობს მათ სამოქმედო გეგმად ან ალტერნატივად. ჩვენ თქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს არაფერი გასაყოფი არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ოპოზიცია. ვიღაცას მიაჩნია, რომ ბოიკოტია სწორი გზა ბრძოლის, მათ შეუძლიათ, რომ ამ გზაზე იარონ, საზოგადოებას დაანახონ, როგორ არის ეს გზა უპირატესი, როგორ არის ამ გზით, ასე ვთქვათ, უფრო მარტივი მობილიზაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმ წნეხით, რაც არის საჭირო დღეს ამ რეჟიმთან დაპირისპირებისთვის და შესთავაზონ საკუთარი ალტერნატიული პოლიტიკური დღისწესრიგი ქართულ ხალხს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ვუჭერთ ქვეყანაში ძალიან გაზრდას პროტესტის არეალის, ჩვენ ვუჭერთ ხარს იმას, რომ ქვეყანაში გაიზარდოს რაოდენობა კიდევ უფრო საქართველოს მოქალაქეების, ვინც გაიაზრებს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის გარეშე
საქართველოს მიექანება უფულისგან, მათ შორის ვხედავთ, რომ ჩვენ ვანაცვლებს ფაქტიურად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სომხეთი დღეს ხდება მთავარი საყრდენი ევროკავშირის რეგიონში და საქართველოს უბრალოდ ხრება საერთოდ ის წესრიგიდან. ბევრი სხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით ვხედავთ, რომ საქართველოს შეუჩერდა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ყველანაირი ფინანსური დახმარება და ეს დახმარება ახლა მიდის მაგალითად სომხეთის და სხვა ქვეყნებისგან. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ჰქონდათ სრულიად სხვა მომავალი, რომელიც მათ საკუთარ შვილებს უნდა ქვეყანა, რომელიც იქნება ევროპული სახელმწიფო ქვეყანა, რომელსაც ექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განვითარება და ჩვენ ვიცით, ლელო ძლიერ საქართველოს აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა ჩვენ გვინდა რომ გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს და მობილიზაცია გავუკეთოთ უფრო მეტი ადამიანის გააქტიურებას პოლიტიკურ პროცესში, როგორც საარჩევნო, ისე საპროტესტო პროცესებში. მათ შორის ჩვენი ამოცანა არის გარედან ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ რუსული გავლენის აგენტებზე ჩვენს ქვეყანაში და აქ პირველ რიგში გულისხმობდა ივანიშვილი და მისი რეჟიმი დასავლეთიდან წნეხით გაზრდის უზრუნველყოფა. ჩვენ ამ დღის წესრიგით ვაპირებთ ვიმოქმედოთ. საზოგადოება თავად შეაჩერებს ვინ როგორ პოლიტიკურ გეგმას თავაზობს, ვინ როგორ ასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს და ეს არის ამ რეჟიმზე წნეხის გაზრდა და ჩვენ ამ პროცესში არ განვიხილავთ საკუთარ თავს ოპოზიციას და წარმატებას უსურვებთ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს. მადლობა, სალომე სამადაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გვერდთვებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დავით გოგიჩაიშვილი გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. ლევან გოგიჩაიშვილი, დავითი რატომ იწერია? ბატონ ლევან, მოგესალმებით, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა თბილისში ცოტა ხნის წინ. უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული ყავს ნგრევას აბასთუმნის ქუჩაზე. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, დაზუსტებით ეს ინფორმაცია თბილისის მერმაც დაადასტურა, რომ შენობა იყო მეხუთე კატეგორიის ავარიული შენობა ნაგებობა, თუმცა არ არსებობდა მოსახლეობის 100%-იანი შეთანხმება იმისათვის, რომ ისინი ჩანაცვლების პროგრამის საშუალებით უსაფრთხო საცხოვრისით დაეკმაყოფილებინა მერიას. რამდენიმე თვეში პოლიტიკური ბრძოლა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა გაიმართოს და ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალების თავაზობდნენ მოსახლეობას გამოსავალს ასეთი მძიმე სიტუაციიდან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია. მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით 4000 ასეთი ავარიული შენობა ნაგებობა, რომლის უდიდეს უმრავლესობაში ხალხი ცხოვრობს. ან ყოველდღიურად გარკვეულ დროს ატარებს. ეს არჩევნებიც არის ქცეული იმის განხილვის მთავარ, ასე ვთქვათ, პოლიგონად. უნდა მიიღოს არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა, თუ არ უნდა მიიღოს. უნდა გამოცხადდეს ბოიკოტი და მოუწოდონ ამომრჩეველს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ჩაიშალოს 4 ოქტომბრის არჩევნები, თუ არ უნდა მოუწოდონ. ანუ მოიპარავს თუ არა ქართული ოცნება ამ არჩევნებს და ასე ვთქვათ, შეიძენს თუ არა ამით ლეგიტიმაციას თუ ვერ შეიძენს. აი თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ ფაქტთან და მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია არის, უბედურება არის. მე პირადად ვიცოდი, რომ ეს корпуსი იყო ავარიული, ძალიან სერიოზულად ავარიული, იმიტომ რომ არჩევნების პერიოდში და მანამდეც ახლა ჩვენ ხშირი შეხება გვაქვს ჩვენი ორგანიზაციები, გვაქვს ადგილობრივი ორგანიზაციები, ჩვენ მქონდა ინფორმაცია ამ корпуსის შესახებ. ეს ადამიანები, ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, მათ მქონდათ კომუნიკაცია მერიასთან, მიდიოდნენ, წერილებს წერდნენ. ანუ დღეს ახლა მერმა რაც გააკეთა, ესეთი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და ეს მან უნდა იცოდეს, რომ ეხა მე არ მინდა ბევრი რაღაცის ესეთი დამძიმება ამ ამბავს. პირადად მისი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ იმ მინიმუმ
იქ მინიმუმ არ უნდა ყოფილიყო ვაჭრობა. ეხლა ამაზე ხო თან ხვდებით. შენ როცა იცი რომ მეხუთე კატეგორია არის ინგრევა, ჯერ ესეთ დროს არსებობს ცალკე კანონები, არსებობს ცალკე დადგენილებები, როდესაც ესეთი რისკი არის და სიცოცხლის რისკი შემცვლელი არის, სახელმწიფოს აქვს იმის უფლება, რომ ადამიანები გაიყვანოს. შეიძლება ვიღაცა ეწინააღმდეგებოს, მაგრამ აქვს ამის უფლება. არ არსებობს ესეთი, მას აქვს ამის უფლება, რომ ადამიანები გაიყვანოს იქიდან, თუნდაც იძულებით, რადგან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ანუ ეს ზღაპრები და ეს განცხადება ესეთი უპასუხისმგებლო. ანუ აირი და ვითომ არაფერი რა. ვითომ აი ეს უბრალოდ ჩამოინგრა რაღაცა არაფერი. ეხლა მთავარი ასე ვთქვათ ინტერესის საგანი არის სწორედ ეს შენობა ნაგებობა, იმიტომ რომ ბევრია მსგავსი, ძალიან ბევრია და იქ ადამიანები ცხოვრობენ და წარმომიდგენია ხა მათი განცდები, ვინც ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. მე ამჯერა მერის ინფორმაციის პირდაპირ გეტყვით, ეს არის პროვოკაციული განცხადება, უბრალოდ ადამიანმა მოსახლეობას დააბრალა, აი წარმოგიდგენიათ მერი გამოვიდა და თქვენი ბრალიაო, რაც დაგემართათო. თქვენი ბრალი არისო. არა, მან მოიშველია კანონი და რეალურად 100% როდესაც თანხმობა შეუძლებელია. მესმის, ეს როდესაც არის გამაგრება, მაგრამ როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. არ არსებობს ეგეთი ისა. შესაძლებელია მიდგომა, აბსოლუტურად. არ არსებობს ეგეთი რაღაცა და არც ეგ კანონი არ არის, სწორედ იმიტომ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იქ იძულებით ევაკუაცია არის შესაძლებელი. ამიტომ მაგას ვამბობ, რომ ადამიანს იმის გამბედაობაც არ ყოფნის. ესენი ხო გაუბედავი ადამიანი, ამათ რა შეუძლიათ, ამათ შეუძლიათ. აი მაგალითად დღეს ბაჩიაშვილს რაც გაუკეთეს, ადრე გვეგონა რომ ეს ნაცების ხელწერა იყო პატიმრების საკუთარ საკანში ცემა. ეხლა თურმე ამათაც დაუწყიათ. ამიტომ მათ კალაძეს პოლიტიკურ გუნდს შეუძლია შევიდეს და ბაჩიაშვილი გალახოს. მაგრამ პასუხისგებლობა აიღოს, მაგის არ ეშინიათ. აი დღესაც ეს იყო უპასუხისგებლობა. დიახ, თქვენს კისერზე არის რაც მოხდა, მინიმუმ ის რომ იქ ხალხი ქვემოთ იჯდა ვაჭრობდა. როგორ შეიძლება სახლი ინგრეოდეს და ქვემოთ ადამიანები ისხდნენ და ვაჭრობდნენ. ნუ თუ არ შეიძლებოდა მინიმუმ იმის უზრუნველყოფა, რომ იქ რაღაცა ესეთი სავაჭრო ურთიერთობები არ ყოფილიყო, გადაკეტილი ყოფილიყო. ტროტუარის გადაკეტვაც 100%-ის თანხმობა ჭირდება და უსაფრთხოების ზომების მიღებას. რაღაცა ნიშნები ჩამოკიდებას, რომ ავარიულია, ამასაც 100% მოსახლეობა ჭირდება, რომ ადამიანს რო უთხრა, რომ ეს პრობლემურია და იქ ნუ დადიხარ, მინიმუმ ამას ხო არ ჭირდება 100% მოსახლეობის. ეს მატყუარები, ეს უნამუსოები, ხა იმის წარმოიდგინეთ, გამოვიდა და ხალხს დააბრალა ამათი და რა მოლოდინი უნდა ქონდეთ აი ესეთი უსინდისო ადამიანებისგან, მაგრამ არც ალია მაგისთვის ფული აქვს საშონელი. დროზე არის რაღაცა სქემები დასალაგებელი, მშენებლობაში ფული აქვს გასაკეთებელი და არც ალიათ ამ ხალხისთვის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ესეთი არის უამრავი ვარკეთილში. ვარკეთილი არის კატასტროფულ მდგომარეობაში. საბურთალოზე მაგალითად პირობითად ვამბობ, რადგან ჩემი მაჟორიტარული ოლქი იყო, ვიცი იქ რა ხდება, რამდენი სახლი დაურბოდი და მე ვარ ყოფილიყავი ლობისტი. არ გამაგრდებოდა პეკინზე, იოსებიძის ბოლოში იქ საცხოვრებელთან ხიმინჯებზე შემდგარი რო არის, ზუსტად იგივე კატეგორიაში არის ისიც. ზუსტად იგივე პრობლემები არის. და არა მხოლოდ ავარიული, ალბათ სპეციალისტები უფრო მეც იტყვიან ზოგადად ასეთ შენობა ნაგებობაში ცხოვრების, არ ვიცი. მე ვფიქრობ, ამაზე ცალკე თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ, რა თქმა უნდა, ექსპერტები ამ საკითხებზე ისაუბრებენ. თვითონ მერმა თქვა, ქალაქის მერმა თქვა, რომ ეს იყო მეხუთე კატეგორიას მიკუთვნებული ავარიული შენობა ნაგებობა. აი, ჩემი, არ ვიცი, შეფასებით ეს არის ყველაზე უკიდურესი, ხო, მდგომარეობა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა და მათი უპასუხისმგებლობაში იმაში გამოიხატა, რომ ცხოვრება არის უბრალოდ აკრძალული. ემა და იმის მაგივრად რომ რაღაცა პასუხისმგებლობა აიღოს, მერი ხარ, ხო? მარტო ფული შევნახო არ არის თბილისის მერობა და რაღაცა პრივილეგიებში ცხოვრება, პასუხისმგებლობა მილიონნახევრიანი ქალაქია, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია დედამიწაზე. და შენ აქ მოსახლეობას დააბრალო, რაც დაგემართა, თქვენი ბრალი არისო, ამას უპასუხისმგებლობა კი არა, ეს არის არაკაცობა. აი პირდაპირ მნიშვნელობით არაკაცობა და ამ ადამიანისგან ესეთი ნაბიჯები არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება. გასაჩერებელია ეს ხალხი, ეს არის უბედურება ამ ქალაქისთვის, რომ ესეთი უპასუხისმგებლო ადამიანები და მეცაც ვეტყვი არასწორად, აი როგორი არასწორი სიტყვები იყო, რომ ხალხს დააბრალა.
ასეთ ადამიანებში ამის დატოვება არის ცალკე უბედურება, ალბათ. კი ბატონო, რაც შეეხება ბაჩიაშვილის ეხლა რაც საქმე შეეხება ახსენეთ, ხო, ამასთან ბაჩიაშვილის დაკავშირებით ამბავს. გიორგი გახარიას განცხადებაც მოვისმინეთ. მან თქვა, რომ ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობაო და შეკითხვა დაუსვა ქართული ოცნების მხარდამჭერებს ციხეში პატიმრების ცემა. ამის ხომ არ გახსენებთ, თუ დღეს სხვათა შორის აი თითქმის ყველა პოლიტიკურ განცხადებაში ეს ხაზი იყო პარალელი უფრო სწორედ გავლებული წინა ხელისუფლების დროს ციხეებში პატიმრების მოპყრობასთან. თუმცა როცა გივი მიქანაძეებით გაავსებ პარტიას, რომლებსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს პატიმრების წამების და არადამერონ მოპყრობის. ბატონი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს არის განათლების მინისტრი, ცალკე უბედურება არის, ჯალათი რო განათლების მინისტრი არის. 2006 წელს იყო პასუხისგებელი ეგრეთ წოდებულ ციხის ბუნძზე, რომელიც მოხდა ორთაჯალაში. აი პირდაპირ როგორც ხდებოდა ხო გახსოვთ აი როგორც ყვებიან ავტომატის ჯერს შეყოფდნენ ხოლმე იმაში რასაც ქვია და იქ ესროდნენ მაშინ იყო პასუხისგებელი მას ებარა პოლიტიკური პასუხისგებლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო აი ამ მიმართულებებით და ის რომ ამ მიმართულებებით მინისტრი იყო და დასტურა სხვათა შორის ბატონმა კემულარიამ რომელმაც თქვა რომ მე მოვიყვანე და მე დავნიშნე ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე ორი რა მოხდა ბაჩიაშვილთან მიმართებაში თქვენ უნდა გესმოდეთ რას ნიშნავს ვიღაც ადამიანი შევიდეს ვიღაც ადამიანთან კრიტის პრინციპის დაწესებულებაში ან როგორიც არის დახურულ დაწესებულებაში ეს ნიშნავს რომ აქ არის ჩარეული ადმინისტრაცია ანუ ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე წარმოუდგენელი არის რომელიმე ადამიანი სხვა გარე პერსონა თუ არ არის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მოხდეს კონკრეტული ადამიანის ინტენსიური სამსახური ამბობს, რომ პატიმარი შეუსახლეს, ხო? პატიმართან მოვიდა მას კონფლიქტი. მოდი, ოფიციალური ვერსია ასეთია. კი, შეუსახლეს ის ეს არის მათი ვერსია. რომცა ეს ვარიანტი იყოს, ეს შეგნებით გააკეთეს ჩაუსვეს ადამიანი, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა. ბაჩიაშვილი თავის წერილში ამბობს, რომ ის ციხის უფროსმა დაიბარა მანამდე და სთხოვდა რომ გაეცა საკუთარი ანგარიშები. ესეთი საქმის გარჩევები ძალიან ფაქტობრივად ანუ არ ხდება ხოლმე თუ არ არის წაქეზება და თუ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი. ეხლა ბაჩიაშვილს და ამ ადამიანს არანაირი საერთო არ ექნებოდა ცხოვრებაში ნამყოფები არ ექნებოდნენ და ახლა ბიძინა ვიღაცის არც ის შეხება ექნებოდა რომ რაღაცა შურისძიების ობიექტი ყოფილიყო სვის მაგივრად. შესაბამისად იყო ინტერესით განსაზღვრული ქმედება. ინტერესით განსაზღვრული ქმედება რას ნიშნავს? მას კონკრეტულმა ჯგუფმა მიცა ამის ზურგი. გააკეთე და შენ ამაზე არავინ არაფერს არ მოხდო, შეიძლება რაღაცა პრივილეგიებით შეგეხო. ანუ ციხის დირექტორი არის უკვე ჩართული ამ წამებასა და არადამერ მოპყრობაში. თქვენ უნდა იცოდეთ ამ ადამიანების ფსიქოლოგია. არც ერთი ციხის დირექტორი ესეთი მასშტაბის, როგორიც არის და ესეთი საჯარო პიროვნების, როგორიც არის გიორგი ბაჩიაშვილი, ხელს არ მოაწევს. გამორიცხულია ესო თავისი კერძო ინიციატივა იყოს. გამორიცხული არის. ხო, მაგრამ ის შესაბამისად მან წინასწარ რომ ეს ამბავი საქვეყნოდ გახდებოდა. დავამთავრებ, იმიტომ რომ მე ხსნი დეტალურად როგორ მუშაობს ეს სქემა. ციხის დირექტორი ამას თავის თავზე ვერ აიღებდა. მას უნდა ქონოდა ზურგი ციხის ადმინისტრაციისგან, ანუ საჯელახსოვრების დეპარტამენტი. საჯელახსოვრების დეპარტამენტთვისაც სხვა მასშტაბის ადამიანი არის გიორგი ბაჩიაშვილი. შესაბამისად ეს არის იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებული. იუსტიციის მინისტრი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არა აქვს მას ეს პოლიტიკური ამას ვერ აიღებს თავისუფლად. შესაბამისად ეს არის შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან. და პრემიერ-მინისტრი დავალებას იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ანუ ეს ჯაჭვი არის, ესე ჩამოვიდა ეს დავალება, ასე ჩამოიშალა და ეს დავალება და მივიდა იმ კონკრეტულ ამსრულებლამდე და პლუს ამას თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ციხე დეპარტამენტის მარტო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება, მას პროკურატურის ქვეშ არის, იქ კიდე ცალკე მონიტორინგის აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ამიტომ ჯაჭვი, კრიმინალური ჯაჭვი, ეს არის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პრემიერ-მინისტრი და მათი ბოსი ბიძინა ივანიშვილი. აი ეს არის აი ამ კრიმინალის შემადგენელი ნაწილი. გიორგი ბაჩიაშვილის საჯაროობიდან გამომდინარე. თუ კი ვინმემ ეს სწორედ ამგვარად დაგეგმა და ეს იყო ასე ვთქვათ
დავალება, რომელიც სახელმწიფო ვერტიკალისგან მოდიოდა, მაშინ რა თქმა უნდა ეს რისკიც ჰქონდათ გათვალისწინებული, რომ ძალიან მალე ეს ამბავი გასაჯაროვდებოდა. აი, რაში შეიძლება აწყობდეთ ასეთი ინფორმაციის, ასეთი მასშტაბებით გამოტანა, ხო? ასეთი ფორმი. რეჟიმი, რომელიც არის რეპრესიული, ხო, კიდე ერთხელ ვამბობ. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ეს იყო, აი, ცალსახად ნაცების ხელწერა, პატიმრების ცემა, ეს იყო მათი ხელწერა. დღეს ეს არის უკვე ქართული ოცნების ხელწერა. მათ გადადგეს ეს ნაბიჯი, წამების ფაქტი დადგა. და ამაში გარეულები არიან, მე რაც ჩამოთვალე, ყველანი გარეულები არიან, გამორიცხული არის ის გდანის ციხის დირექტორი, ვინც არის დავით ესეც ყოფილი ნაცია, სხვათა შორის ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა თუ არ ვცდები, ანუ ეს სპორტირებული ადამიანი არის. ამ ხალხმა, ვინც ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა და დაიტოვა. გოგობერიშვილი, დავით გოგობერიშვილი. დაიტოვა, აი ვინ ყავს ქართულ ოცნებას, ხო? აი მაგალითად გივი მიქანაძე. გივი მიქანაძე მაგის მეტი არაფერი არ იცის. სხვა არ უსწავლია ამ ნაცების დროს. ამ ხალხმაც, რომლებმაც წინა რეჟიმებში იმუშავეს პროკურორებად, პოლიციელებად, ციხეში, ზედამხედველობად, სხვა არიციან, სხვანაირად არიციან და როდესაც უკვე უთხრეს დავალება მიცეს, ამათმა შეასრულეს უპირობოდ, კითხვაც არ დასვეს. ჩვენ ამას ვლაპარაკობდით, ამას ვეუბნებოდი ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომ ნუ ხუჭავთ თვალს მურუსიძეზე, ნუ ხუჭავთ თვალს მიქანაძეზე, ნუ ხუჭავთ თვალს იმპორტირებულ პროკურორებზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთ დღეს მიიღებენ ბრძანებას და გადაგივლიან ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ დიდი სიამოვნებით სააკაშვილის დროს. ეს მივიღეთ, როდესაც გაივსო ყოფილი პოლიციელებით, პორტირებული ყოფილი დამნაშავე პროკურორებით, მოსამართლეებით, აქამდე მივიდა ეს სისტემა, იმიტომ რომ სხვა ამ ხალხმა მართვა სხვანაირი არიციან, რეპრესია, ცემა, გამოძალვა, ფულის წართვევა, კორუფცია, ის რაც ისწავლეს, ის რაც აკეთეს იმ დროს, იგივეს აკეთებენ ახლაც და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ქართული ოცნების ეს ფაქტი არის ის ფაქტი ზუსტად იმის შედეგი მიქანაძეების, გენერალური პროკურორების, მურუსიძეების, ამის შედეგი არის და ამას მხარს უმაგრებს ამომრჩევლის გარეშე ხო არ არსებობს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენი ამოცანაც ეს არის ზუსტად ხალბატონო ემარო შევიდეთ ისეთ პროცესში შევიდეთ რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად ამ თემას ხო იმიტომ რომ დავარწმუნოთ რომ აი აქამდე მიდის ეს აი ამის მხარდაჭერა აქამდე მიდის მურუსიძეზე თვალის დახუჭვა აქამდე მიდის ბინარაძეზე თვალის დახუჭვა აქამდე მიდის თქვათ მიქანაძეზე და იმ პროკურორებზე მოსამართლეებზე თავი აქამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილი ყველა მოცემულობა არის რასაც წინა რეჟიმს ჰქონდა აი ახსენეთ რამდენჯერმე ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება სწორედ ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგადანაშაულეს დღეს ოპოზიციის იმ ნაწილიდან ვინც კატეგორიულად არ ეთანხმება არჩევნებში მონაწილეობას თინა ბოკოჩავას განცხადება იყო რომელმაც თქვა რომ არ ჯერა რომ ეს პოლიტიკური ქორწინება თქვენსა და ლელო ძლიერ საქართველოს შორის შედგა რაღაცა თანამშრომლობისთვის საარჩევნო პერიოდში არამედ ეს არის შედეგი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის აი არ ბიძინა ივანიშვილი ესე იცახის ხოლმე კი ბატონო ეხლა რაც შეეხება ცალკე მაგ ოპოზიციურ პარტიებს ქვიათ ნაცები ნაციონალური მოძრაობა არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არის ანუ ყველა რა თქმა უნდა ანუ ის პარტიები ყველა ნაციონალური მოძრაობა ის 1 ოქტომბრის შვილები არიან ისინი მას შემდგომ გაიყვნენ რაც ხელისუფლებიდან აღარ არიან და მერე დაიყვნენ თორე ერთი ადამიანი ამბობდა ესე კითხვა დასვა რიტორიკული აი როგორ შეიძლებაო ესენიო ყველა რა თქმა უნდა ეს ხალხი 1 ოქტომბერს ერთად იყვნენ აი ეს რამდენი არიან 7 ხო ნუ მერვე არ არის პარტია რაღაც ჯგუფი არის ნუ ვერ ჩამოყალიბდა პარტიად ლევან ასე არც თქვენ არ მოგწონდათ ხოლმე როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობად გიხსენიებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და არც არ მოგწონთ როდესაც არ ჯერათ თქვენი ოპოზიციონერების განსაკუთრებით ახლა უკვე მეორე ფლანგიდან ანუ ოპოზიციური ფლანგიდან და ყოფილი არ არსებობენ მე თუ არ დავამთავრებ არა კითხვის დასმას და არც მესმის მაგრამ ხა მეც მაქვს საკითხვის უფლება ხომ როგორ ჯერადამის არის ეგრე არიან ჩვენ ქართული რა განსხვავება არის კიდევ ერთხელ გასაგონად იმ ხალხის გასაგონად ეს ხალხი ნაციონალურ მოძრაობიდან ოპოზიციაში ისა ნაციონალურ მოძრაობის ოპოზიციაში კი არ წასულა
ეს ხალხი დამარცხდა და მერე დაიყვნენ. ანუ ბოლომდე ჩაყვნენ იმ ხელისუფლებას 1 ოქტომბერს. ჩვენ ვინც წამოვედით ქართული ოცნებიდან, ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან. ეს ხალხი ხელისუფლებიდან არავინ არ წამოსულა. ეს ხალხი უბრალოდ ფაქტი დადგა 1 ოქტომბერს დამარცხდნენ და იმის მერე არიან ამ რეჟიმში. ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან, როდესაც დავინახეთ, რომ მე რო დავინახე, რომ ქართული ოცნება ნაცდებოდა, რომ ქართული ოცნება იგივე პრინციპებით წავიდა, იგივე მოსამართლეები, იგივე პროკურორები, რომ შანსი აღარ იყო ბრძოლის, იმიტომ რომ ბოლომდე ჩაფრენილი იყო ეს კაცი და ბოლომდე აპირებდა, კბილებით იცავდა მურუსიძეს. მე იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. შესაბამისად, მე წამოვედი ჩემი ნებით და მაგალითად ეს წარმომადგენლები ამ პარტიების ოპოზიციაში, იმიტომ კი არ არიან, რომ მათ რაღაცა პრინციპები ქონდა და ნაციონალურ მოძრაობის სისასტიკეს აუმსხებდნენ. ჩააყვნენ ნაციონალურ მოძრაობას და ესე დამთავრდა, ესე იქნება ეს სულ ესე იქნება. ეს საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ აი ეს ბრალდება გააკარწყოთ ამ მომრჩევლის თვალში, რომ რეალურად თქვენ გადაწყვიტეთ ლელოსთან ერთად თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან. ჩვენ ეხლა რაც შეეხება ლელოსთან თანამშრომლობას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას. ეს არის კონსტიტუციური პროცესი და სხვა ამის ალტერნატივა აი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეც ყვირიან, საერთოდ არ დაუდიათ. მეცაც გეტყვი, დღეს ვისაც არ უნდა რომ მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ქართული ოცნება. ეხლა მაყურებელმა განსაზღვროს, ვინ აკეთებს და ვის ქმედება არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ბიძინა ივანიშვილის ინტერესში არის ის, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა არჩევნებში არ მიიღოს. ქართულ ოცნებას უნდა რომ მარტო დარჩეს საკუთარ თავთან ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, როგორც კარგად გძნობენ ეხა თავს პარლამენტში, ზუსტად ისევე უნდა თქვათ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალობენ. აი ესეთი, აი პირდაპირ როგორ ელაპარაკებიან უცხოელებს, პირდაპირ გეტყვით. მანდატებზე უარი თქვეს, პარლამენტში არ შემოვიდნენ, რადიკალობენ, რაღაცა ქვეყნის გადატრიალება უნდათ, აგერ არჩევნები, კონსტიტუციური პროცესი, ამაში მონაწილეობას არ იღებენ, მე რა შუაში ვარ. აი ესეთი ლოგიკა ექნება ქართულ ოცნებას, როდესაც დაძდება სალაპარაკო და შენ როდესაც ამ კომფორტს უქმნი, ეს არის უპასუხისგებლობა. მაშინ და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გაყალბებულ არჩევნებში გაქვს 80,000 ხმით თბილისი მოგებული. ამაზე თქვენ და ლელო რა დისკომფორტ შეუქმნით ქართულ ოცნებას? მაგას დრო გვაჩვენებს. ზუსტად მაგას დრო გვაჩვენებს, პროცესი გვაჩვენებს. არა, ამას უპასუხებთ მაგალითად ამ მომრჩეველს. რას უპასუხებთ? ჩვენ მოუწოდებთ არჩევნებს. ამას გეკითხებათ, აუცილებლად გკითხავთ ამ მომრჩეველი, რომ აი რა პლუსი აქვს, მით უმეტეს ოპოზიციურად განწყობილ ამ მომრჩეველზე თუ საუბრობთ ხომ, რომელიც შესაძლებელი არ არის ჯერ თქვენი ამ მომრჩეველი, მაგრამ ხმას აძლევს ქართული უკმაყოფილოა ქართული ოცნებით და ეძებს მის ალტერნატივას, ანუ რა პლუსი აქვს თქვენი და ლელოს კოალიციას. გასაგებია. მოდით, ნახეთ, აღრევს. კი ბატონო, არის ტერმინებში ამ მხოლოდ პრობლემა. მაშინ რა არის, გითხარით. კაი, მოდი, აი, აქედან დავიწყოთ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ტერმინს პოლიტიკაში არ აქვს მნიშვნელობა და აღქმებში, მაშინ დავანებოთ ეს არის საარჩევნო. არა, კი ბატონო, განმარტოთ, რატომ არ არის ეს პოლიტიკური კოალიცია და რით განსხვავდება პოლიტიკური კოალიცია პოლიტიკური თანამშრომლობისგან, ხო? აი მარტივად. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ჩვენ მივიღებდით ამაში მონაწილეობას. ძალიან კარგია, როდესაც ლელომ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობაში. შესაბამისად, უგუნურობად მიგვაჩნდა, რომ თუ ჩვენ ამ პროცესში მივიღებდით მონაწილეობას, ჩვენ შევსულიყავით ერთმანეთთან კონკურენციაში მაჟორიტარულ კანდიდატებში და მერობის კანდიდატებში. შესაბამისად და შევსულიყავით ისეთ კონკურენციაში, სადაც ურთიერთბრალდებებიც აქვს, ხშირ შემთხვევაში რაღაცა უხეშობაც არის, ასე შემდეგ და ასე. ამიტომ გადავწყვიტეთ, გადაგვეფორმებია მემორანდუმი, თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც თანხმდებით, რომ მაგალითად პირობითად ჩვენ ერთმანეთს არ დაუპირისპირებთ კანდიდატებს და საბურთალოზე იქნება ერთი კანდიდატი, რომელსაც როგორც ჩვენ, ასევე ლელო დაუჭერს მხარს. კი ბატონო, თუ ლელო დააყენებს საბურთალოზე თავის კანდიდატს, თქვენ მას თქვენს კანდიდატს აღარ დაუყენებთ და ძირითადად ჩვენ შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი და უპირატესობა მიენიჭება ისეთ ნეიტრალურ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ ლავირების და უფრო მეტი საშუალება, მეტი თავისუფლება და
და საარჩევნო კამპანიის თავისუფალი ახლა წნეხების, პარტიული წნეხების გარეშე ჩატარების. ან პარტიული კანდიდატები არ გეყოლებათ ფაქტობრივად? ეს იქნება ფაქტობრივად ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც იქნებიან წარდგენილები ჩვენს მხრიდან ახლა სადღაც ოფიციალურად ლელო წარადგენს, სადღაც რაღაცა უბანში ოფიციალურად საარჩევნო ოლქში. ნეიტრალური ნიშნავს, რომ არაპარტიული ვაზუსტებ, იმიტომ მათ შორის არაპარტიულიც, რა თქმა უნდა. მათ შორის ნეიტრალური თუმცა ნიშნავს. შეიძლება იყოს შესაძლებელია სადღაც იყოს ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან და ორივესთვის მისაღები, ორივე პოლიტიკური ძალისთვის მისაღები. ნეიტრალური კანდიდატი ნიშნავს, რომ არის ნეიტრალური, მაგრამ თუ იქნება პარტიული კანდიდატები, მაგალითად საბურთალოზე არის სამი ოლქი, ხო? სადაც დააყენებს ლელო, იმ ოლქში ჩვენ რა თქმა უნდა არ დავაყენებთ. შერჩეულია უკვე ასეთი კანდიდატი. სად არის ამდენი ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც ასე ვთქვათ, მზად არის პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდეს ლელოს და ძლიერი გახარია საქართველოსთვის სახელით, ანუ ყავთ უკვე ასეთები შერჩეული, არ მიღწეულია მათთან. თქვენ გესმოდეთ, რომ ჩვენ 4 სექტემბრამდე გვაქვს კანდიდატების წარდგენის ვადა. შესაბამისად, ჩვენ მუშა პროცესში ვართ. ჩვენ აქამდეც არ გავჩერებულად. ჩვენ ამ საკითხებზე სულ მუშაობდით და ვაგრძელებდით მუშაობას. ეხლა უფრო ინტენსიურად წავა და უშეთანხმებით წავა ეს პროცესი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ რას ვთავაზობთ? ჩვენ ვთავაზობთ მობრძანდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ოპოზიციის კანდიდატებს, იმიტომ რომ იმ მასშტაბით თუ იქნება მოსვლა, რა მასშტაბითაც იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდ ქალაქებში, ჩვენ დიდ ქალაქებს მოვიგებთ. და ის ადამიანები, ვინც ამ პროცესს უშლიან, ჯერ ეს ერთის მავნებლობენ და მეორეს ალტერნატივას არ გვთავაზობენ. რაღაცა ყბადაღებული, გაცხადებული, რაღაც თავის თავთან ბრძოლები, აი პირდაპირ მნიშვნელობით აუხსნელი, არალოგიკური, ამდენი ხანი ქონდა ჩვენ ხო კითხვა დაუსვით ამ ხალხს. კარგით, გავჩერდით, მოყვებით. რას გვთავაზობთ? ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ. გარდა იმისა, რომ ვიღაცემა რაღაცა მშვიდობიანად დავამხობთო ხელისუფლებასო. ნუ ეს ხო არასერიოზულია. ეს ხო არალოგიკურია. პარალელური პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბებაზე, თვითმმართველობის დონეზე, მათი ვასიკი არის. აი ეს ზღაპრები, ეს არის ილუზიები, რომლითაც ყვებავენ ამ ადამიანებს. გზას უბნევენ, აბსოლუტურად შემოაქვთ აი ეს დისონანსი ამ აზრში და გარკვეულად რაღაცებს თეორიებში ელაპარაკებიან, რომლის პრაქტიკული აღსრულება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი არის, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით წარმოუდგენელი არის, რაღაცა აღსრულდეს იმაში, რაც საერთოდ ვერ ჩამოაყალიბეს, ანუ ბოლომდე თქვენ არის, ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ აი თვითმმართველობის არჩევნებზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში არის დიდი შესაძლებლობა არჩევნების მოგების შესაძლებლობა. გაყალბებულ სუპერ გაყალბებულ არჩევნებში თბილისში იყო 80,000 ხმით ნაკლები ქონდა ქართულ ოცნებას. დაახლოებით სადღაც აი ესე ტრიალებდა. ნუ შეიძლება რაღაცა ცოტა ციფრი შემეშალოს, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება იყო, აი კოლოსალური განსხვავება იყო, ანუ ამოუკაჩავი განსხვავება იყო. ამ პროცესში არ შესვლა ამის ალტერნატივას ადამიანები გვეუბნებიან, მშვიდობიანად უნდა დავამხოთ ხელისუფლებაო. მშვიდობიანად დამხობილი ხელისუფლება რას ნიშნავს არ ვიცი. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ ისეთ პროცესში, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მძიმე რაღაცა ისინი გამოიწვიოს, ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ეს ვთქვით. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეხა საქართველოში ამის ან მოცემულობა იყოს, იმიტომ რომ უნდა გესმოდეთ, რომ ქართულ ოცნებას 30%, 30-დან 35%-მდე წინა იმაში ქონდა ეს მხარდაჭერა აქვს. თქვენ ეხა რო უთხრათ მაგალითად გერმანელს, რომ ქართულ ოცნებას აქვს 35%-იანი მხარდაჭერაო გერმანელ პოლიტიკოს, იქ მეც კი პირველ ადგილზე გასული, მეც კი არ იღებს. იქ ვინც კოალიციას ქმნის, ხო, მაგრამ ეს პროცენტი სრულიად სახმარისი არის და ანგარიშს იმას, რომ ორ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა, ერთი უნდა ასე ვთქვათ, ებრძოლოთ ქართულ ოცნებას და მეორე მოგიწევთ ბრძოლა ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც მოუწოდებს საკუთარ ამომრჩეველს და ზოგადად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ამით გამოუცხადონ ბოიკოტი ამ არჩევნებს და შესაბამისად თქვენც დაგაკლდებათ ამით ხმები, ხო? აქედან დავიწყოთ, რომ მე კიდევ ვამბობ, რომ ეს პროცესი, რა პროცესიც ამ ხალხმა დაიწყო, ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ვისაც უნდა, დღეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. ანუ თითიდან გამოწვეული პროცესი აბსოლუტურად ულოგიკო არის. არაფერ შუაში არ არის, არც პროტესტთან, არც ლეგიტიმაციასთან, არც ვიღაცა ევროპა სანქციებს დაადებს თუ არა მოსამართლეებს და ბიძინა ივანიშვილს. ეს ერთმანეთთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის. სულ სხვადასხვა მოცემულობა არის. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის კონსტიტუციური პროცესი. აი როგორც 78 მუხლს იცავ
ადამიანი და ევროპა ინტეგრაციას და კონსტიტუციას სხვათა შორის ამ მუხლისთვის მაყურებლის გასაგონად ნაციონალურ მოძრაობას ხარი არ დაუჭერია. ანუ მათ ხარი საერთოდ არ მიუღიათ ამ საკონსტიტუციო პროცესში, მაშინ როდესაც ეს ჩვენ ჩავწერეთ ეს, აი ჩვენ ჩავწერეთ. მე მაქვს მიღებული მონაწილეობა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩნდა. მათაც შეცვალეს 2011 წელს კონსტიტუცია, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ეგ ჩანაწერი არ ჩაუწერია. ჩვენ ჩავწერეთ იმ ხალხმა, ვინც მე შევიდა კონფლიქტში ბიძინა ივანიშვილთან და ამას ვიცავდი და ზუსტად კონსტიტუციური პროცესი არის თვითმმართველობა და შენ ვერავის ვერ აუხსნი. დასავლეთში ვერ აუხსნი არჩევნებში რატო არ იხებ მონაწილეობა. აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი არის. ნახეთ თქვენ ყველა აღიარებს და ასე ვთქვათ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი ამ არჩევნებზე იქნება ბუნებრივად თბილისი. ხა ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით ჩანს ეს და დასტურდება, რომ თბილისის ამ მომრჩევლის უმეტესობა არის ოპოზიციურად განწყობილი. თქვით და მოუწოდეთ მათ შორის ამ ეთერით და ალბათ ძალისხმევას არ დაიშორებთ წინასაარჩევნო პერიოდში ამ მომრჩეველი დაარწმუნოთ, რომ მივიდეს არჩევნებში და ალბათ თქვენ მოგცეს ხმა, მაგრამ თქვენ ხომ უწევთ ანგარიშს და აცნობიერებთ იმას, რომ ამ მომრჩეველი მხოლოდ ასე მოწოდებებზე არ მიდის. ამ მომრჩეველმა აუცილებლად უნდა დაინახოს პოლიტიკურ ძალას თუ მაინც ვერ ხედავს კანდიდატი, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი ნდობის მანდატი და შესაბამისად ძალიან დიდი კონკურენციის გაწევის პოტენციალი. აი კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ თქვენ თბილისში მერობის შეთანხმებული კანდიდატი თქვენ და ლელოს უკვე ყავთ, იმიტომ რომ ალეკო ლისაშვილი საუბრობდა რომ არ არის გამორიცხული მათ შორის პატიმრობაში მყოფი პირები დაასახელოთ კანდიდატებთან და არც ის უარყო, როდესაც ჩავეკითხე შეიძლება ესენი იყვნენ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები? ნახეთ, ეხა ამ ეტაპისთვის ჩემი მხრიდან არაკოლეგიალური იქნება და არაეთიკური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ტიპაჟი სტრატეგიული, აი ეს მემორანდუმი თავის თავში უკვე გულისხმობს ისეთ თემებს, რაც უკვე საერთო თემები არის, რაღაცა დონის კოორდინაციას სასაუბრო ენაშიც. შესაბამისად, მე გეუბნებით და გიდასტურებთ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, რაღაცა საკითხები გავლილი გვაქვს, რაღაცა საკითხებს გავივლით. ხა ისეთი გულუბრყულა არა ვარ, რომ აქ თქვენ სახელი და გვარი დამისახავთ, მაგრამ ის მაინც მითხარით, ასეთი კანდიდატი იქნება ბრძოლის უნარიანი. შეთვალიერ უკვე ყავთ. ჩვენი კანდიდატი იქნება ბრძოლის უნარიანი და ჩვენი კანდიდატი იბრძოლებს. ნებისმიერმა კანდიდატმა პოლიტიკური ფიგურა იქნება ეს, ნებისმიერმა კანდიდატმა უნდა იბრძოლოს თბილისის კანდიდატმა უნდა იბრძოლოს, აბა რა უნდა. ანუ იქნება პოლიტიკური ფიგურა. შესაძლებელია იყოს ასე ვთქვათ პარტიული წარმომადგენელიც. ხო გეუბნებით, ეს შეთანხმების საკითხი არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ კანდიდატი იბრძოლებს იმ ხალხისთვის, ამ მომრჩევლისთვის კანდიდატის წარმატებას განსაზღვრავს ადამიანი. თუ ადამიანი სახლში დარჩა და არ მივიდა, მე არაფერ შუაში არა ვარ. მან არ შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, არ წავიდა არჩევნებზე და არ მიიღო. мотиваციას განსაზღვრავს ასევე კანდიდატი. აი ელისაშვილი ამბობდა ხოლმე, რომ ელისაშვილის და სხვაებიც რომ ძალიან ასე ვთქვათ ბრძოლის უნარიანი იქნება და სალომე ზურაბიშვილი როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ქართული ოცნების კანდიდატის საპერტო. სალომე ზურაბიშვილი გამოირიცხა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე საერთოდ არ მესმის ეს ლოგიკა, რატო გამოირიცხა მან თავისთავი. მე გეტყვით, რომ დღეს ამ პროცესში არ მონაწილეობა ჩემთვის ნიშნავს რაღაც მომენტში საკუთარი თავისთვის ძალიან მარტივია იჯდე ოფისში და იძახო რომ რაღაცა ესენი ასეთები არიან, ესენი ისეთები არიან, არაფერი არ აკეთო, არიარო ხალხს არ ელაპარაკო, ოცნების ამომრჩეველს ძალიან მარტივი არის ამ კომფორტში ყოფნა და ვიღაცაზე იყო ჩამოკიდებული, სადღაც ვიღაცა გაიღვიძებს და რაღაცა სანქციებს დაადებს და შენ აქ ხართეზოზე წამოწე და არაფერი არ გააკეთო და დიდი ბოდიში ჩვენ ყველანი ვართ ამ პროცესში ჩართული, არ ვისვენებთ 24 საათი იმაში ვართ, რომ როგორ დავაზიანოთ ქართული ოცნება, როგორ დავარწმუნოთ მისი ამომრჩეველი, რომ ქართულ ოცნებას ხმა არჩევნებში აღარ მიცე და ის რაც დაემართა და თავის თავს დამართა ქართულმა ოცნებამ, სადღაც ხო უნდა დაკონვერტიდეს, სადღაც ხო უნდა აისახოს. ჩვენ ხო უნდა ვნახოთ ეს ხალხი
ქართულმა ოცნებას დააკლდა ეს ამომრჩეველი თუ პირიქით ვერ დავარწმუნეთ აი ამ მთელი პროცესიც იქნებ სხვა პროცესში გადავედით ანუ ამის სადღაც ეს ხო უნდა დაიტესტოს ეს ხო უნდა გამოჩნდეს და კიდევ ერთხელ ვამბობ ანუ ყველა ადამიანმა გააცნობიეროთ დღეს ნახეთ რა ტრაგედია დატრიალდა ვაგზლის მოედანს ხო რა ტრაგედია დაატრიალდა ამათ უტოვებთ ისევ ამ ქალაქს და ამათ ხელში ტოვებთ თვითმმართველობას თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება თქვენ ის ადამიანი და იმ კორპუსში არ ცხოვრობდეთ რომელიც ფიქრობს რომ სახში უნდა დაჯდეთ და არ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ბურთი და მოედანი უნდა დაუტოვოთ ქართულ ოცნებას ესე თუ ფიქრობთ შეიძლება ასეთმა ტრაგედიამ ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგრამ ამ ქალაქში ასეულობით ავარიული სახლი არის მე არ ვამბობ შეგნებულად არ ვამბობ ათასებს შეგნებულად არ ვამბობ ასეულობით ასეთი კატეგორიის სახლი არის და დღეს სახში დაჯდომა და გაბუტვა და რაღაცა იმ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს რომ თქვენ თავს წირავთ აი ესეთი პრობლემებისთვის და დანარჩენი პოლიტიკური ფიგურა იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი კანდიდატი თბილისის მერობისთვის აი ამაზე მითხარით ანკი ანარა და კანდიდატი ჩვენი კანდიდატი იქნება ბრძოლისუნარიანი კეთილი მადლობა ლევან გოგიჩაიშვილს გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი რეკლამის შემდეგ ცოტნე კობერძეს და პაატა დავით აიას მოვუსმენთ მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში რამდენიმე საათის წინ თბილისში ტრაგედია დატრიალდა აბასთუმნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ბოლო სართულის გარკვეული ნაწილი როგორც ამბობენ საკმაოდ დიდი ბეტონის მასა ჩამოინგრა ნგრევას მოყვა მსხვერპლი უკვე არსებული ინფორმაციით ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული ყავს ამ ნგრევას სარო კირვალიძე შემოგვიერთდება ახლა შემთხვევის ადგილიდან ბოლო ცნობებით ცარო თუ შეგიძლია გვითხრა ხომ არ გახდა რაიმე დამატებითი ცნობები შენთვის ცნობილი და რა ეტაპზე არის ახლა ძებნაშველის ოპერაცია აბასთუმნის ქუჩაზე ხო, აბასთუმნის ქუჩაზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ხედავთ თქვენს ერთ-ერთი მანქანას გადმოყავთ უკვე აქ ტერიტორიაზე. ოფიციალური მონაცემებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ერთი ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამაშველო სამსახურმა მანქანამ. ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. აგრძელებენ მუშაობას ადგილზე. გარდა იმისა, რომ გარე ტერიტორიაზე მუშაობენ, მაშველები ასევე ვიცით, რომ შენობის შიგნითაც არიან და ათვალიერებენ პერიმეტრს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თითოეული ადამიანი ამ საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გამოყვანილია, ევაკუაცია მოხდენილია. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ ირაკლი ბენდელიანი, კახაკალაძის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ შენობის ავარიულობის ხარისხი არის მესამე კატეგორია და მათ ჰქონდათ კომუნიკაცია თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან, ამ კორპუსში მცხოვრებ პირებთან და მოუწოდებდნენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ, რადგან კორპუსის დემონტაჟს ექვემდებარებოდა, რაზეც ოჯახის საცხოვრებელი სახლების მფლობელებმა უარი განაცხადეს, მხოლოდ 5 ოჯახმა განაცხადა თანხმობა. ასეთი არის სწორედ დედაქალაქის მერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ცნობები. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ამ ადამიანებს, რომ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და მერია უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ სახლებს. ამ ეტაპზე ის ადამიანები, რომლებსაც დაატოვებინეს საცხოვრებელი კორპუსი, გადაყვანილები არიან სასტუმროში. ეს არის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა როგორც დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ, ასევე მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა. ხედავთ, ადგილზე ისევ რჩებიან მაშველები, ასევე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რაც შეგვიძლია ასევე ვთქვათ არის ის, რომ ადგილზე იმყოფება კახაკალაძე, მისი მოადგილე ვაჟა სირაძე. თითოეული ეს ადამიანი ამბობს, რომ აგრძელებენ ძებნაშველის სამუშაოებს. ოფიციალური მონაცემები, როგორც
უკვე გითხარით არის ის, რომ ერთი ადამიანი არის დაშავებული, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, თუმცა აქვთ ბუნებრივია აქ მყოფებს ეჭვი, რომ გაიზრდება რიცხვი, დაშავებულთა რიცხვი. მათ შორის ამ ინფორმაციაზე საუბრობდა ირაკლი ბენდელიანი, რაც შეეხება აქ მყოფ ადამიანებს. ეს ადამიანები ამბობენ, რომ შენობა იყო ავარიული, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედაქალაქის მერიას, მათ შორის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, ამბობს, რომ დაახლოებით 7 თვის წინ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მერის წარმომადგენლებთან, რომ იყო ბიძგები, რის შემდეგაც ისინი მოვიდნენ, ნახეს კორპუსი, თუმცა ამის შემდეგ დატოვეს ეს ტერიტორია და არანაირი გაფრთხილება ჩვენ არ მიგვიღიაო. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ჩავწერეთ, სწორედ ამას ამბობდა, თუმცა თავის მხრივ ისმენდით მერის წარმომადგენლების მხრიდან ემა განცხადებას, რომ არაერთხელ მოუწოდეს ამ კორპუსში მცხოვრებ პირებს, რომ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. როგორც ხედავთ, გრძელდება ძებნაშვილის სამუშაოები, ბეტონის მასა, რომელიც ჩამოიშალა, ახლაც შლიან ამ ბეტონის მასას, უცნობია კონკრეტული რიცხვი, იპოვეს თუ არა, გარდა ერთი გარდაცვლილისა სხვა ადამიანებიც, თუმცა რა ინფორმაციასაც ვფლობთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს, ბუნებრივია ველოდებით ოფიციალური უწყების წარმომადგენლების განცხადებას, რადგან ვიცით, რომ ისინი მას შემდეგ, რაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, გააკეთებენ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარს. ცარო, თუ შეგიძლია გვითხრა, დაახლოებით კიდევ რამდენ ადამიანს ეძებენ ნანგრევებში, თუ მოვიდნენ მათი ოჯახის წევრები, ან შესაძლებელია ეს ინფორმაცია იქ მყოფი, სავარაუდოდ მყოფი ადამიანების შესახებ აქვთ ან მეზობლებს, ან იქ დასაქმებულ ადამიანებს. კონკრეტულ ციფრს ემა ვერ გეტყვი თუ რამდენ ოჯახს ეძებენ, თუმცა წინა ჩართვაშიც, როდესაც მოქალაქეს ვესაუბრებოდით, მან თქვა, რომ და-ძმა იმყოფებოდა ადგილზე და ეძებდნენ ამ ადამიანებს. ასევე ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ მისი ოჯახის წევრს ვერ პოულობდა. ამის შემდეგ უკვე უწყების წარმომადგენლებმა ის შეიყვანეს შიდა ტერიტორიაზე და უთხრეს, რომ ეცდებოდნენ ყველანაირად მოეძებნათ, მოსთხოვეს მას დეტალური ინფორმაცია, სახელი და გვარი, თუმცა ამის შემდეგ ეს ადამიანი, რომელიც ეძებდა საკუთარი ოჯახის წევრს, მედიის წარმომადგენლებთან აღარ გამოჩენილა. ხო, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ეს დამატებითი ინფორმაცია, რამდენი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს, ამ ინფორმაციასაც არ ვთქვით, რადგან უწყების წარმომადგენლები ამ კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ამაზე ვუსვამთ კითხვას, ამბობენ, რომ მას შემდეგ ისაუბრებენ, როდესაც გაარკვევენ ყველანაირ დეტალებს თავად. მადლობა, ცარო კერვალიძე, ჩვენი კორესპონდენტი მუშაობს აბასთუმნის ქუჩაზე, სადაც ძიმე ტრაგედია დატრიალდა დღეს საღამოს და ცოტნე კობერიძე პოლიტიკოსი შემოგვიერთდა, ცოტნე საღამოშტობისა, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, თუ იყო თქვენთვის ცნობილი ზოგადად ამ ავარიული შენობის შესახებ საკრებულოში ყოფნის პერიოდში, არა და ჩვენ ეს პრობლემა შეგვიძლია ზოგადად განვაზოგადოთ, იმიტომ რომ თბილისში არაერთი შენობა ნაგებობა არის იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ იქ ადამიანების ყოფნა მარტივად სიცოცხლისთვის საშიშია და ესეთი აბრა შეიძლება, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილიც კი იყოს გამოვაკრათ ასეთ სახლებზე. ჩემთვის ხა არ მოვიტყუები არ იყო ესე კონკრეტულად ცნობილი, ბევრი ხა ინფორმაციას ეხა გვეუბნებოდა და ამ მიყვარს ხოლმე ტრაგედიების მერე ძალიან ისე საუბარი, იმის გამო რომ თქვა ოპოზიციონერი ვარ, არ მინდა ხოლმე რომ ჩანდე რაღაც ჩასაფრებულ პროცესში და პოზიციაში პირველ რიგში არის უმძიმესი ტრაგედია, ხო, რაც ზოგადად ის ტრაგედიების დროს რაც უნდა იყოს, უნდა პირველი ეძიოს საკუთარი პასუხისმგებლობა რა შეიძლება იყოს ამ ამბავში და საკუთარი პასუხისმგებლობა რაც არის ზოგადად არის ის რომ ესეთი ტიპის პრობლემები მაშინ გვახსენდება თუ მასში ხდება წინაპრაზე, როცა უკვე ხდება ტრაგედია და ტრაგედია გვაბრუნებს ხოლმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და მათ შორის თვითმმართველობის პოლიტიკაზე და ასე შემდგომ იმის იქით გადართულები ვარ თითქოს რაღაც სამყაროს ჩვენ უნდა უშუალოდ გადავარჩინოთ, სხვათვის რა რაკეტა მიაწოდეს და ამ დროს გვერდზე ქუჩაზე ხდება ესეთი საკითხები. პრობლემა ჩემს კიდე ერთ-ერთი რაც არის ნიშანდობლივი არის ის რომ ზოგადად ქალაქის ბიუჯეტი არის უკვე საკმაოდ დიდი, მილიარდზე მეტი იქნება, ხა შემდეგ წელსაც დამტკიცდება და რა აღმოაჩენთ ხოლმე მისი პროცენტი ხარჯვითი ნაწილი ძირითადად არის ხოლმე რაღაც სოციალური ტიპის პროექტები, რაც ხა ალბათ უფრო მეტად ხოლმე არ ვარ სოციალური ტიპის პროექტებით დიდი მოყვარული, ხო, ჩემი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მაგრამ ამორჩევის გულის მოგებაზე არის ასე ვთქვათ. კიდე მეორე რიგში ცენტრალური ხელისუფლების ბაში ხო გვაქვს ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა ტიპის სამინისტრო, ეს ხო მათი ფუნქცია, მაგრამ თვითმმართველი ორგანო მერია, ხო, რომელიც მეურვეობას გულისხმობს და მეურვეობის პირველი რაც უნდა იყოს, ხო, აი პირველ ყოფილი, პირველ წყარო
თავის საქმისა უნდა იყოს გავსი ტიპის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა იყოს მოგვარებული. მეურვესგან ამას ვითხოვდა. სიამოვნებაში უფრო მეტ თანხა სულ სხვა რამეზე იხარჯება ჩვენს თავში არსებობს წარმომადგენელი მერია ესეთ რაღაცებს ყურდებს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამ კუთხით. ამიტომ ეს უნდა პროპორციონალურად იქნეს ჩემი აზრით გამოსწორებული, საკმაოდ დიდი თანხებია და ეს უნდა იყოს მიმართული იმაზე, რასაც შენი სახლის მეურვეს ეთყობი, რომ ეს გამიკეთო. როდესაც ამბობთ, რომ აი თვითმმართველობის პოლიტიკისგან ახლა მთლიანად დაცლილია ეს წინასაარჩევნო პროცესი. ამას ამბობთ ოპოზიციის მისამართითაც, რა თქმა უნდა, გულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელმაც მიიღო აგერ უკვე გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე და თანამშრომლობის მემორანდუმით შედგა ლელოსა და გახარიას პარტიას შორის, ლელო ძლიერ საქართველოსთან და გახარიას პარტიას შორის. ხო, ხა ვისი კონკრეტული პასუხი სულ როგორ გითხრათ, ჩემ თავზე გეტყვით, მე ვიყავ ვიცემრობის კანდიდატი დაახლოებით 4 წლის წინა, მაშინაც მთელი კამპანია იყო მეტად პოლიტიკური, ეს არის რეფერენდუმი. მე მეც მეორე ტურიდან მოვიხსენი, იმიტომ რომ უფრო მეტად დიდ პოლიტიკური წონიანი ხალხი ყოფილიყო ერთად, რომ ეხლა პოლიტიკური ტიპის არჩევნებია და მე პირადად ეს რაღაც აქტიურად ვარ ამ საქმეში, ჩემი თავით არ მახსოვს აქტიური თვითმმართველობისთვის დამახასიათებელი კამპანია და ხედვები, ხო, მე როგორ ან საუბარი იმაზე, რომ აი მაგალითად როგორ შემიძლია მოვაგვარო ავარიული სახლების პრობლემა, როგორ შემიძლია მოვაგვარო სახიფათო ინფრასტრუქტურის პრობლემა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ადამიანები და ბავშვები ჩვენს ქალაქში მხოლოდ ასე ვთქვათ შენობების ნგრევის გამო არ იღუპებიან გვაქვს შემთხვევებში, როდესაც არ ვიცი, გაუფრთხილებლობით დენის დარტყმამ იმსხვერპლა ბავშვების სიცოცხლე. კი ბატონო, საერთოდ მეურვე და ეს ვისთვის არსებობს, მაგ წარმოდგენაც არ გვაქვს ხოლმე საარჩევნო ჩვენ ძირითადად დაპირებები რაც არის ხოლმე. ნახოთ ხოლმე შეიძლება და საპენსიო დაპირებები არსებობს ხოლმე თვითმმართველობის არჩევნების დროს, შეიძლება ის კვლევებში აგდებს, რომ თქვა მოქალაქეს ეს აინტერესებს. და ყოველ შემთხვევაში აქ არ წდება, აქ ამის ბაქოს სკოლის თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის თვითმმართველობაში რო კენჭი ყრდიდა, რო პირდებოდა მაგა პენსიას, ხო, აბსურდია, ხო, კარგად ჟღერს, მაგრამ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე ხოლმე ისეთ თემებით გავდივართ, ყოველთვის თუ გავდივართ, ეხლა აღარც გადის ოპოზიცია, რომელსაც ნაკლები შემხებლობა აქვს თვითმმართველობასთან მიმართებაში, მოქალაქეებზეც აღმოაჩენთ, რომ დიდად ეს არაფერს არ ცდილობს, მაინც მეტი ადამიანი არ მიდის, ხო, იმდენი ადამიანი მაინც არის, ალბათ საპარლამენტო არჩევნებზე მიდის, ხალხის თვალში მაინც თვითმმართველობის ტიპის არჩევნებია, მაგრამ ვერ სანამ ტრაგედიები არ არსებობს ხოლმე, თითოეულიანობა თქვა გურიაში. კი ბატონო. ან რამე პარკში, ან სკვერში, ფანტანში რაც რა ტრაგედიები ხდება, იქამდე ამ ტიპის პრობლემებზე არ ვსაუბრობ, როცა მე ხდება ტრაგედია, მე ხდება ფიქრი, ნეტაბად შეერახედობა გამასთან მიმართებაში, ჩვენს პარტიაში, ჩვენს ჯგუფში და ასე შემდგომ. ეს პრობლემა არის. ოპოზიცია მაინც არ მონაწილეობს არჩევნებში და როგორ არ მონაწილეობს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობს მეტიც ორი საკმაოდ ისეთი წონიანი პოლიტიკური ძალა და თანაც ახლა გააფორმეს ერთმანეთთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ძირითადი პრინციპია, რომ ან შეთანხმებულ ნეიტრალურ კანდიდატებს დააყენებენ მერობის კანდიდატებად მაჟორიტარებად, ან იქ სადაც ერთი პოლიტიკურ ფიგურას დააყენებს კანდიდატად, მეორე არ შევა მასთან კონკურენციაში. კი ბატონო, ახან უბრალოდ ესე ჯგუფურად საუბრობდი, მაგიტომ წამოვწდა მაშინ ეგ და მაგნატში მართალი ხართ. ეგრე არის, ხო, ამას დამატებული პლუს იაგოს გირჩი, რომელსაც თბილისში ქონდა შედეგი და ხო იცით როგორც ვიცი გადის. ეს თქვენი ინფორმაციაა, ჯერ ასეთი საჯარო განაცხადი არ გავუკეთებთ. იყო რომ არ გავიდოდრეთ თუ დიდი ბოიკოტი იარსებოდა და დიდი ბოიკოტსაც მოხვედა არ არსებობს და ალბათ ახლა გავა ლელო და გახარია რაც უეჭოდათ არის და გავლენ ხა ერთი სიით და ცალკესი თუ შეთანხმებული მაჟორიტარები თანახმად შეიძლება არა. ერთიანი სი არ იქნება, ამას კატეგორიულად ასე ვთქვათ ხაზგასმით აღნიშნავ. ხო, შეიძლება, კი ბატონო. უბრალოდ აქაც ბედის სირთულები იქნება, მეც ვიყავ მაგ არჩევნების ნაწილი, სადაც ბიულეტენში სად უნდა მოგეხაზა საერთო მაჟორიტარის, სად პროპორციულში პარტია რომელიც შენ მოგწონს და მერობის კანდიდატი კიდე სხვა ნომერი, ეს იმხელა ბუღალტერია იყო განსაკუთრებით ეხლა ამ არჩევნებზე, როცა გაყოფილი არჩევნთა მიმართებაში წარმოდგენები და პროპაგანდა საერთო არ არსებობს. ეს გართულდება. მე რო ვიყო ალბათ და მე რო გავდიოდე, პარემ შევთანხმდებოდი საერთო სიაზე. და რო ვიტყოდი რომ თქვა ესეთ ინსტიტუციური პოზიცია დამაბნეველი არის ამომრჩევლისთვის მობილიზირებისთვის ჩემი აზრით ძალიან გაჭირდება რომ იქ თქვა მე მომხაზე იქ მე და გახარია შეთანხმებული კანდიდატი და რავი მე კიდე არ ჯერა რომ ეგეთ რაღაცები ხდება განსაკუთრებით ამჯერ ეგეთ რაღაცები ხდება დარჩენილ რაღაცა 2 თვეში ძალიან ცოტა დროა დარჩენილი რას ქვია არ გჯერათ აბა რა ხდება
ანუ ამჯერად წარმატებული იქნება რა და რა ხდება მე სულ ამბობ შედიან აი ამ რაღაცა პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც იციან და ანგარიშს უწევენ იმას რომ ბრძოლა იქნება ძალიან თანაბრო და უსამართლო კი ბატონო მე რას ვიტყოდი ხო რა გავდივარ არჩევნებზე ცხადია ლოგიკა რაღაც რო არსებობს უნდა მტკიცე რომ კი შენ გჯერა რომ ეს არის ხა წარმატების ფორმულა ხა ეს თუ არ თქვი ეთერში კარგი რამიზანი ამოძრავეთ ბაში თქვენ მითხარით ან წმინდა მაშინ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს ყველა მხარეს არსებობს ერთი მარტივი ამოცანა გადარჩენის პოლიტიკა და ამ გადარჩენის პოლიტიკაში არის პარტიები რომელსაც გადარჩენა არის არაინსტიტუციური ფორმით ბოიკოტის ფორმატში და აქ ხედავს მეტნაკლებად გადარჩენის წარმატებას და მოსულს არჩევნებში მონაწილეების ხალხი რომლებიც ინსტიტუციურად რო არსებობდნენ და ფასეთი ფორმალურად შენარჩუნეს სხვადასხვა ორგანოებში, ეს იქნება გადარჩენის მათეული ხედვა და მათეული პოლიტიკა. ერთი მხარეც და მეორე მხარეც, რომელიც გეტყვის, რომ ეს არის დღეს ის, რაც მოქალაქეებს უშველით, რომ თქვა, მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი და მივიღოთ ისეთი ტიპის საქართველოს, სადაც ხალხს არ უტყავენ, არ ცემენ, არ ხდება ძალადობა და ფას გადაიხდის ქართული ოცნება, რომელიმეს მიერ დასახული ეს გზა არ არის. ეს რო ყოფილიყო, ამას ჭირდებოდა ალბათ მეტი საუბარი, მეტი გულსხმელობა იმ დროს, როცა ამაზე საუბარს და ამაზე კომუნიკაციას ქოცობას ეძახდნენ. მე ყოფილვარ ეთერში, თქვენ ეს კითხვა დაგისვავთ წარმომადგენლებს, რომელიც ეხა არჩევნებზე გადის და მაშინ არ გადიოდა, თქვენთვის უთხრათ, რომ რა დროს ამას ლაპარაკი ეს ქართულების ნარატივია და მათი შემოგდებული თემა არის. ანალოგიურად ბოიკოტის თუ რატო ლაპარაკობთ ამაზე, ეგ ისედაც არ დგას ეგ საკითხი და არ დგას კი არა უკიდურეს ფორმაზე აქტივიზმის წასვლა მოუწიათ ოპოზიციის ლიდერს, მათ შორის შიმშილობაზე, რომ იმ პარტიები, რომლებიც დღეს არსებობენ, რომლებიც არ გადიან, ეთქვათ, რომ არ გავდივართ. ანუ არ გასვლასაც დაჭირდა ხელა რაღაც, რაც მოხდა და გასვლასაც დაჭირისაც ხდებოდა. დღეს უფრო მეტად ქოცულია ეს საკითხი და როდესმე არასდროს ამ თემაზე ლაპარაკი და კომუნიკაციაზე დამიზიანებელი არ ყოფილა როგორც ეხლა, იმიტომ რომ ეხლა იმის მიერ მხარის არგუმენტში არ ძევს ის, რომ ის გამარჯვების ფორმულას გეუბნება, ხო? და რომ არჩევნებზე თუ გადიხარ. გადარჩნენ როგორც ოპოზიცია, მხოლოდ და დანარჩენებს რა მიზანი აქვთ მაშინ, ანუ განზრახ მიდიან პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე ბოიკოტში მყოფებს გულისხმობ. არა, ბოიკოტში მყოფი პარტიები რომლებიც არიან, ისე როგორც შეიქმნა ამ პარტიის ბრენდინგი, როგორც შეიქმნა პარტიის ხარდაჭერა, რაზეც აქვს, პირიქით ისინი რომ გავიდნენ ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა მათთვის პოლიტიკური ხარაკერი. ეხლა მათთვის ეს არის გადარჩენის პოლიტიკა, რომ შეინარჩუნოს ის ამ მომრჩეველი, რომელთვისაც მეტად რადიკალური ფორმები არის მისაღები და შეუგუებლობა. ყველა საკუთარი ამ მომრჩევლის გადარჩენაზე. ხო, რაშან გაერთიანდა და ეს რომ ვიცოდი რომ ეს არ მოხდებოდა და ეს ამიტომ მეგონა ხოლმე რომ თუ მე მაყურებელს ვუნებოდი რომ უნდა გაერთიანდნენ და ეს იქნება ჩემი აქტივიზმი, მე ჩათვლით თავს რომ მე ეხლა ვიღაცას ვატყობდი რომ ზუსტად ვიცი ეგეთ რამე არ მოხდება, ამიტომ რაც უფრო თავის დროზე ეგეთ რაღაცები ირკვევა და ფურცველი იქნება ყველა მხარე უკეთესია სინამდვილეში. ეხლა ხო ხედავთ ერთმანეთისადმი მოღალატეობის ბრალდება მიდის. ხო ადამიანი თუ მოღალატეა, მაშინ იმასთან ერთად ერთობა, სულ რაღაც ორი კვირის წინ რატომ ეუნებოდით მოქალაქეებს, რომ ეგ რეალობა და ეგ გადარჩენა არის. ხო და როცა კვირა გამოშვების საკითხებს ხედავ და უყურებ და თან მასობრივადაც უყურებ მოქალაქეებს ის და რაღაც უყურებენ ამ საკითხებს. ცხოვრება გააგრძელეს პარალელურად და რაღაცა მიკროვაკუუმში დარჩა ეს საკითხი. სინამდვილეში პრობლემაც ეგ არის, რომ ეხლა შენ ბოიკოტში იქნები და თქვა ქუჩას დაისახავ გამარჯვებას თუ არჩევნებზე გახვა, ესაც მეორე საჭირო ბევრი ადამიანის ჩართულობა. ეხლა ეს რომ არ არსებობს ერთი და მეორეცაც გამოცილი აქვს თავარი ელემენტი და თავარი ძრავი და ამ პრობლემაზე ფიქრი ამოდიოდა და სულ ამოდი რომ მანქანას უკვე რომლის თითქოს ბენზინის აუზით აპარებს და ჩვენ კიდე იმაზე დავუთ ეს მანქანა რომელი გზით წავა, მაგრამ ზუსტად ხედავ რომ ერთ ერთი გზით ბოლომდე ვერ მიაღწევს თუ რა აშკარად ვერ გროვდება ის ენერგია რაც საჭიროა, ამაზე რო არ კონცენტრირდით, მივედით აქამდე. იაგოს გირჩი ახსენეთ და სავარაუდოდ იმედი გამოთქვით, რომ ალბათ ისიც მიიღებს მონაწილეობას. იმედი არა, ეს მგონია. ასე გგონიათ, უფრო გგონიათ, რომ ისიც მიიღებს მონაწილეობას. ხომ არ შეიძლება რომ გადაწყვიტოს მანაც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობით გავიდეს ამ არჩევნებზე? არ ვიცი, მე რო ვიყო, ალბათ არ ვიზავდი მაგას. იმიტომ რომ ის ყოველთვის პოზიციონირება როგორც ყველაზე არაესტაბლიშმენტური, ყველაზე ნაკლები ბმა არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან და ამას მაქსიმალურად მათი პიარ კამპანია არჩევნებში გვახსოვს რომ წარუმატებლობით დასრულდა ხო და ეს გაკვეთილიც აქვთ, ანუ თუ უნდათ რომ რაღაცა ხელშესახების შედეგი გქონდეს
აგერ გახარია და ლელოც კი დაძმობილდნენ საარჩევნოდ სწორედ ამ მიზნებით. მე არ მახსენდება პარტიულ შემართებაში გიაგოს გილჩ გამოურჩენია მხელ ანტიპათია, რომ ხელა ლელოსადმი აქვს, ხო, მათ შორის ამ გადაცემის ფორმატში მაქვს ნანახი ეგეთი სიტუაცია, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, რომ მოახერხებენ რაიმე ტიპის გამოჩნდება, რომ ეგ რაღაცა გულწრფელობას აქვს ადგილი და მართლაც არ მგონია, რომ ეგის დახატო სურათი, ამიტომ არ მგონია ეგ ნაბიჯი გადადგან. მათ დამირჩევა იქნებოდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ ცალკე გავლენ თუ გადიან არჩევნებს. და ხა გახარიას და ეს ლელოს ამბავი იდეაში სულ გესმის, ხო, წინ არჩევნებზეც იყო ხოლმე ეს საუბრები და ეხლა რა ხან ესე ცალკეულად არჩევნო პოზიციური სპექტრის თანმიმართებაში, ალბათ ეს საერთო კამპანია ჩათვალის რომ უფრო დაიხმარება და ალბათ რაღაც ლოგიკა არსებობს, უბრალოდ თუ ეს კეთდება, უფრო ლოგიკური იქნება რომ ყველაფერთ მიმართებაში საერთოსი არსებობს. ხო, ну ფაქტია რომ ამ ეტაპისთვის ეს სუდოკუ ითამაშო, ეხლა იქ ბიულეტენში არ ვიცი, მაგის ნევრები ვისეკ. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვის დააყენებენ კანდიდატებად. ხა ბუნებრივიც არის რომ ინტერესის ყველაზე ესეთი მთავარი საგანი არის ოპოზიციის შეთანხმებული ოპოზიციის ნაწილის ესე ძალიან ჩაიხლართა იმის გამო რომ ორ ფრონტად გაიყო ოპოზიცია და ორ პოზიციაზე დგას ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული თბილისის მერობის კანდიდატი ხო რა თქმა უნდა ხა არ სურთ საუბარი იმაზეც კი ყავთ თუ არა უკვე შერჩეული მაგრამ აი მე რაც დავიჭირე საუბრებიდან ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფიგურა და არც ის არის გამორიცხული რომ იყოს საპატიმროში მყოფი ფიქრობთ რომ შესაძლებელია ასეთ კანდიდატზე ფსონის დადება ოპოზიციის მხრიდან? ნუ საპატიმროში ყოფში ალბათ მიჩნეული იქნება მამუკა ხაზარაძე ან ბადრი ან სხვასოები ან არა ეს უნდა ხო შეთანხმებული პოლიტიკოსია მეორე ფლანგი ისა გახარია თვითონ ამ ქვეყანაში არ არის და ხო ვიცი მანდრანაბიჯი გადაიდგება ყოველ შემთხვევაში სულ საუბარია ხოლმე რომ რაღაცა აპოლიტიკურ ნეიტრალურ ფიგურაზე რომელიც იქნება გამაერთიანებელი და ბევრი ესეთი კარგი ეპითეტები გურთულად ყველა ვიცხო რომ დავფიქრეთ ერთ საათს რომ უჯეროთ ვფიქროთ ეგ კაცი არ გაგვახსენდება თუ ადამიანმა ამ დროის განმავლობაში რაც ახლა ბოლო ერთ წელს განსაკუთრებით ამ ქვეყანაში ხდება შეინარჩუნა ნეიტრალურობა შეინარჩუნა არაპოლიტიკურობა და პოლიტიკური პოზიციები არ დავფიქრეთ ჯერ ეგეთ ადამიანი არ ვიცით ესე იგი იმ კაცს არ მოჩააბა რომ არაფერი თუ ახლა ეს წელი ამას არაფერი არ შეუწუხებია რაც ქუჩაში ხდება და ჯერ არ ვიცნობთ მაშინ რა თქმა მეგეთ პოლიტიკოსი ათმინდა თუ ახლა რა ხდება ეგეთი განსაკუთრებულად თვითონ საარჩევნებზე თუ ამის ერთ წლის განმავლობაში მას არ გადაუწყვიტოს რომ ეგეთი ადამიანი ფიგურის არ ჯერა რო არსებობს და რომ ჯერა მე კაცს ხარს არ დაუჭერთ მე პირადად ეგეთი ხედვა სალომე ზურაბიშვილზე ამყარებდნენ ძალიან დიდი მედებს ხომ და სურდათ რომ სწორედ ის ყოფილიყო ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი თბილისში მაგრამ ნუ მისი პოზიციიდან გამომდინარე ის საერთოდ არ უჭერს მხარს ოპოზიციის მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში და შესაბამისად ის როგორც კანდიდატი გამოირიცხა ხო, ну, სამოზრობაში პოზიციად ისიშა შემთხვევა როცა რაღაც ვეთანხმები იმ ნაწილში რომ როგორც ბოიკოტი ისევე არჩევნებზე გასვლას ესე დასახვარო ის ხას გადარჩენა არის და მათ შორის წარმატების ფორმულა არის ორივეზე თქვა რომ ეჭვი ეპარება და არ მოწონს ის როგორც ლაპარაკობენ ეს პარტიები ერთმანეთზე რომ მოღალატეები და თელი ამბავი ხარაც კამპანია არსებობს ამაში დიდ ნაწილად ვეთანხმებ თუმცა გასალამესაც ქონდა რაღაც იდეა რომ დროებით თავრობაზე და მე ვფიქრობ რომ ჩtildeოვანი თავრობა დროებით რა კომპლექტები რაღა გიჭირს ჩtildeოვანი ესე რომ პარალელურად შენამ დააკომპლექტო სადაც იქნება ეგ ფორმულა რომ ეგ რაღაც არაპოლიტიკური თუ რაღაცა და ეს მეცნიერები თუ რაღაც ეგეთი ის დამჩა ეგეთ ხალხი შეიკრიბებიან და შეთანხმება ეგეთი მოხდება და ეგეთი იდეა აქვს და მაგ პოზიციაში რჩება რაც არ ვიცი პოლიტიკური ხლა ამ სიცოცხლეში რაც იარსებებს მას როგორ გადაარჩენს ეხლა როგორ გააგრძელებს ამით რომ მას აძლიერებდა ის რომ იყო ამ ყველა ბანაკის რაღაცნაირად მეტნაკლებად ну ყოველ შემთხვევაში ამ იდეაში როგორც მე მოვისმინე იმ რვა ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს შესაძლებელია სწორედ მათ ხარჯზე გადარჩეს წინააღმდეგობის პლატფორმა და მაშინ მანდა შეისწავლოს საკუთარი პოზიცია მე ხა საერთოდ არ მაგას არაფერს აღარ უსმენს ეს ადამიანი რომ ვიღაცა მხვალდაზე მოთხოვს პასუხი გუში რომ ისაუბროთ თუ ისე თქვა მისული საკითხებზე როდესაც ყველას გვავიწდება მაგრამ მე რადგან მახსოვდება ეხა ბოლო პოზიცია რაც მაგ გაგონილი არც ერთ მხარეს არ უჭერს და თუ ის 8 პარტია
თუ ხარს უჭერს სალომე ზურაბაშვილს, მაშინ მის გაუნდა მოვისიოთ ის ახსნა, რატომ თქვის რომ ბოიკოტში გასვლა ეხლა არ არის სწორი და რატომ ამბობს რომ ბიზნესში არის გამარტივება საგნიც ის მაინც გააყალბებს და ხალხს მოძიებდა ციფრს დაწერს და განწერული აქვს წარუმატებლობისთვის. მაშინ ეგ უნდა გავიგოთ როგორ ხდება და ის ყველაფერს ეხა ის დროა რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ისე როგორც დღეს ჩვენ გახარიას პარტიისა და ლელოძლიერი საქართველოს შემთხვევაში ვიხილეთ, დროა უკვე პოზიციები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ იმ 8 ოპოზიციურმა პარტიამ და სალომე ზურაბიშვილმა. რაკეთ რაღაც კამპანია მაინც ექნებათ საარჩევნო. ხო, ხალხად უფრო მეტი წმეხი იქნება ბოიკოტში მოუხრე ხალხისთვის, აბა ქვერაშობით მარტო ლანძღვა ხო არ არის და სადადემივე პროცესი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ნახავთ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო პროცესს, სადაც იარსებებს სამი სუბიექტი, სადაც ერთ-ერთმანეთზე მეტად ვინ ვისფერიტანს რო ვეღარ გაარკვევ. აი წარმოვიდგინეთ მე და თქვენ ახლა ვიჩხუბოთ, აი აქ. დაახლოებით ერთი შეიძლება 2 დღე უფრო მეტად ვერ მიტანდეთ ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ვიხოთ იმას უფრო გლობალური პრობლემა იქნება ამ წასო მე თქვენ გეჩხუბოთ ჩვენ და პირადი სხვა წენა ზიზღი ჩამოგიყალიბება და ადამიანური ატანა ვიქნება ჩვენ. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იქნება ახლა ამ წამებში რომ ერთმანეთის ლანძღვა და მოღალატების სახელი წავა ოპოზიციაში. რაღაც ოპოზიციები ერთმანეთს უფრო მეტად ვერ აიტანენ ვიდრე თავისთავად ის გაგებული რაღაც პრობლემა და ქოცობაა და იციან და ეგ პრობლემა იქნება ახლა ჩემი აზრით. მადლობა, ცოტნე კობერიძეს პოლიტიკოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოკლედ ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ის დროა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, იმიტომ რომ არც არჩევნები, არც ბოიკოტი ეს სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ბოლო განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. გასაგებია რომ ის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების არჩევანს არ იწონებს, მაგრამ ემთხვევა თუ არა მისი მოსაზრება პოლიტიკური პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით იმ გეგმებს, რომელიც თავის მხრივ ბოიკოტში მყოფ პარტიებს აქვთ ამ შეკითხვაზე დამაზუსტებელი პასუხი არის საჭირო, არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს, არამედ თავად პოლიტიკოსებსაც კი ვერ გაურკვევიათ რეალურად იჭერს თუ არა რომელიმე მხარეს, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს აი ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილი. დავითაია პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მახსოვს ერთ-ერთი ბოლო სტუმრობისას, როდესაც თქვენთან ვსაუბრობდი ამ თემაზე, თქვენ თქვით რომ უნდა ყოფილიყო ერთობა და თქვენც იქნებოდით აი ამ ერთობის მხარდამჭერი, ერთობა ან არჩევნებში, ერთობა ან ბოიკოტში. არ გამოდის მეტიც საკმაოდ უცნაურ და მე ვფიქრობ, ხა საქართველოს ბევრი რამით კი არის გამორჩეული ქვეყანა, განსაკუთრებით აი ეს რაღაცა პოლიტიკური უცნაურობებით შეიძლება მხოლოდ ამას დავარქვა და კიდევ ერთი უცნაურობა გვექნება სახეზე ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც გვეყოლება სახელმწიფო პარტია გვეყოლება არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია და გვეყოლება ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია, რომელიც ერთდროულად იქნება პოლიტიკური მოწინააღმდეგე როგორც ხელისუფლების, ისე დანარჩენი ოპოზიციის. მესმის რომ ამ მომრჩევლისთვის ცოტა დამაბნეველია, მაგრამ ალბათ დაბნეულობის გარდა კიდევ სხვა ბევრმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. პირველ რიგში მინდა მიუსამძურო იმ ოჯახს, რაც ტრაგედია რა თბილისში დატრიალდა და ძალიან მძიმე ამბავია და რა ვიცი, სიტყვები რო არ ყოფნის. და მიუსამძურებ ამ ოჯახს. დავიწყოთ იმით, რაც თქვენ თქვით, დავამატებ ერთ ოპოზიციას, კიდევ მონაწილე ბოიკოტში მყოფი ხელისუფლების და ოპოზიცია, რომელსაც პოპკორნი უკავია და უყურებს ამას ყველაფერს რა. ასეთებიც არის. ამიტომ აქ თემა არის ასეთი, რომ ქალმემა წინა გადაცემაში მე ველაპარაკე თქვენთან, რომ თქვი, რომ სადაც არ არის ლოგიკა, იქ არის ხელისუფლება. სადაც არის ლოგიკა, იქ ხელისუფლება არ არის. ეს ალოგიკური მოქმედებები, რაც არის ეს ოპოზიციის, აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას. და რატო? იმიტომ რომ არჩევნებში გამარჯვებული იქნება. ხო, ეხლა მე არ ამჯერა იმას, რომ ვიღაცას გამოგრიჯავს არჩევნებს. ან თქვათ სხვა მიმართულებიდან იგივე ქალბატონის სალომეს პოზიცია ვთქვი, რომ მას უნდა იყოს ლიდერი, ოღონდ რისი ლიდერი თვითონ არ იცის. ონ თავარია ლიდერი იყოს, ხო ხვდებით, ეგ არის.
ამან მოიტანა შედეგი, თორე ძალიან იდეალური სქემა იყო ქარტია, იდეალური. როდესაც ქარტიის იგლი ყველა გაერთიანდა. ახლა საუბრობს ალმაზურებაშვილს იმედი, რომ ეს ქარტია უნდა აღდგეს, ანუ რატომ უნდა აღდგეს? აქვს რაიმე პერსპექტივა, აი პერსპექტივა რეალურად ყოველთვის ქაბატონი. ყოველთვის. როგორ ყოველთვის, როდესაც ერთნი არჩევნებზე გადიდება, კი ბატონო. როდესაც პერსპექტივა აქვს ერთიანობას ყოველთვის. ეს პერსპექტივა იქნება 5 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ აი მაგალითად დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ორმა პარტიამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ძალიან კარგი არის და მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ორივე არჩევნებში მიდის, ხო, რაღაც გაერთიანება. მაგრამ ეს იქნებოდა კარგი, როდესაც ბატონ გახარიას ჰქონდა ეს იდეა საპარლამენტო არჩევნების წინ. და როცა მას არ დაუჯერეს. ლელოს წარმომადგენელმა მაგალითად. როდესაც პრეზიდენტიც უჭერდა ამას ხარს. აი მაშინ ყოფილიყო ეს ყველაფერი დღეს პოლიტიკური ლანდშაფტი იქნებოდა სხვა. ანუ გახარიას იდეა იყო ეს, მე როგორც ვიცი, ორი მხრივ 24 საპარლამენტო არჩევნებში ეხლა შემიძლია გავახმავრო პატარა-პატარა რაღაცეები. კი ბატონო, ხო გითხარით, აი დეტალები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თითქოს გახარია თავაზობდა, გახარიამ ჩაშალა, რომელიც არ მივიდა მეორე დღეს, ასე გახარიას არაფერი არ ჩაუშლია. გახარია თავაზობდა ნეიტრალურ პლატფორმას, ის ვერ შევიდოდა ვერც 9 ნომერში და ვერც თქვა 9 ნომერი წამოვიდოდა თქვა 27 ნომერში, იყო ნეიტრალურ პლატფორმაზე საუბარი, პრეზიდენტი ჩართული იყო ამ თემაში და ლელომ თქვა ნეიტრალურ პლატფორმაზე უარი. ეს ახლა ეს კულუარული თემები იყო, მეც რაღაც ეტაპზე ჩართული ვიყავი და ვიცი, რაზეცაა საუბარი. ანუ კონკრეტულად რა სიტყოვდა ლელო, რომ 9 ნომერი უნდა? რა სიტყოვდა და იმაზე არა, არც ნომერებზე ლაპარაკი. საუბარი იყო, რომ გაერთიანება მოხდებოდა ნეიტრალურ პლატფორმის ქვეშ, რაც არ შედგა. ანუ სხვა პარტიული, ასე თქვა. მოდი ასე თქვა, ნეიტრალური პლატფორმის ქვეშ არ შედგა ეს. ეს იყო ბატონი გახარიას იდეა. ეხლავე შემიძლია ეს თქვა, იმიტომ რომ ქონდა მასთან კომუნიკაცია ზუსტად ეს პერიოდში, ვიცი მისი იდეა, თუ როგორ მიდიოდა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ ეს არ შედგა, ხო? და ამიტომაც მაშინაც თქვი, მე არ მჯეროდა, რომ ეს შედგებოდა მაშინაც და მასაც უთხარი პირდაპირ, არ შედგა. ეხლაც კიდე გეუბნებით, რომ არ მჯერა, რომ მოხდება ხელისუფლების ცვლილება ასეთი. მე კიდევ ცოტა წარმოუდგენლად მგონია, რომ ხაზარაძე მხოლოდ იმიტომ გაჯიუტდა, რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე უნდა შესულიყო და შესაძლებელია რაღაცა საკუთარი პოლიტიკური პარტიული იდენტობა დაეკარგა ლელოს. არანაირი იდენტობა არ ეკარგებოდა არსად. ეხლა მე არ დავასახელებ, თვითონ შეუძლია ბატონ გიორგისაც კითხოთ, თუ მექნება ამის შესაძლებლობა, თორემ ხომ ვიცით რომ ის არის რა ქვია. ხელმიუწვდომელი არის და არა მხოლოდ ჩემთვის გიორგი გახარია. იქნება ალბათ თქვენთან კომუნიკაციაში ყველა ვარიანტი. ნუ ფაქტია. ეჭვი არ მეპარება ამაში საერთოდ. მაგრამ შემიძლია თქვა რომ ეს პლატფორმა განიხილებოდა, მეც მქონდა მასთან დიალოგი და ვიცი ძალიან კარგად ეს თემა. ეხლა ვახმაურებ ხო არა ეს საპარლამენტო არჩევნები. ხო? აქ და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ლაპარაკობ არ შედგა. დღეს ეხლა ერთმანეთში მემორანდუმს მოაწერენ ხელს, გასაგებია, იმიტომ რომ არჩევნებში მიდიან და ჩვეულებრივ ველოდებოდი კიდევაც ამას. მაგრამ ასეთი ნაბიჯები უნდა ყოფილიყო ადრე, როდესაც ხელისუფლების ცვლილება ხდება. ეხლა ხელისუფლების ცვლილება არ ხდება. ანუ დაშოვილ შეცდომებზე ისწავლა ხაზარაძემ არ ვიცი ვინ რა ისწავლა, გამომემა. მე ხო ფაქტია რომ ახლა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც არ გადადგა. საერთოდ ეჭვი ემპარება ვინმე რამეს სწავლობს თუ არა. ვინმე რამეს კითხულობს თუ არა. ეჭვი ემპარება, იმიტომ რომ ის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ახლა არის შექმნილი, საერთოდ რამეს გეგმავს თუ არა, ამას ეჭვი ემპარება. ეს არის რომ ყველას უნდა პირველობა, ყველას უნდა რა ქვია, მოქმედება ისე რომ რა, ყველა არის სწორი, ყველას იდეა არის მართალი და სხვისი არა, არანაირი კომპრომისი, არანაირი დათმობები, არანაირი არაფერი, ხო? ეხლა სიტყვაზე მემორანდუმი რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ხმებს წარწმუნებენ, ეხლა ერთად ვერ წავიდნენ არჩევნებში. ყველა ამომრჩეველი აძლევს ერთ ხმას, ან მეორე. არ უნდა გაერთიანდე, ხო? უფრო მოიზიდო მეტი ხმები და ასე დაქსაქსულ იმაში ხმების მოზიდვა არ მოხდება, ხა პირდაპირ გეუბნები. არ მოხდება. მაშინ რატომ მიდიან რა მიზანი აქვს? პოლიტიკური გადარჩენა. აი ეს რა არის, იცით? დღეს მივიდათ სიტუაცია იქამდე, რომ პოლიტიკური თემები. პლუსები რა აქვს, ანუ შეგვიძლია თქვათ, ანუ მინუსები რაც აქვს, ხედავთ ხომ ოპოზიციის ასე დაქსაქსულობას, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ორი პარტიის პლუსები და მინუსებს ვერ ვილაპარაკე, მე შემიძლია თქვა, რომ მათი მხრიდან ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ორივე არჩევნებში მიდის, კი არ გაერთიანდნენ. შეთანხმებებზეც ალბათ სადღაც კანდიდატს დაასახელებენ, სადღაც არ დაასახელებენ და ეს გასაგებია რა. საარჩევნოდ გასაგებია, მაგრამ ის საარჩევნო რეჟიმი რაც ახლა არის, არ არის საარჩევნო რეჟიმი. საარჩევნო რეჟიმში არის მარტო ქართული ოცნება. მეტი არ არის რეჟიმში საარჩევნოს. აი ახლა ჩვენ რამდენი დღე ხანი დარჩა, რა ქვია, მაგას არჩევნებამდე, ხო? არც ერთი მხარე, არც წყალებში მონაწილე ოპოზიციური მხარე და
არც სახელმწიფო მხარე, არც სახელმწიფოს მერობის კანდიდატს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რატომ? აი რა შეიძლება? იქ მაღავთ ჯერ შერჩეული და გადაწყვეტილი არ არის, იმიტომ რომ რთული პროცესები ვითარდება. ნორმალურია ეს? ქართულ ოცნებაში და მოსალოდნელია. რთულია, ნეგატიურია, ძიმია, სუსტია, დაპირისპირებაა, ესენი მიდიან თავისი დღის წესრიგით. შიდა ისინი აქვთ დუღილები და მიდიან თავის გზით. ხდება ჯგუფური მიდგომები, თქვა, ცულებები, ძალაუფლებაში, გადანაწილება, ეს მათი პრობლემებია. ფაქტი ერთია, რომ ესენი მიდიან საარჩევნო რეჟიმში, მათ მანქანა აწყობილი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან დაწყებული ადგილობრივ პარტიულ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს არავინ არ კითხავს ცენტრში ხელისუფლების განაწილება როგორ ხდება. რაც ბრძანებას მიიღებენ, მაგას შეასრულებენ. ხო, ამიტომ მანქანა მათი მზად არის. ხო, დღეს კიდევ ერთი ვერსია მოვისმინოთ, რომ შესაძლებელია მამუკა მდინარაძე იყოს. და რატო არ უნდა იყოს? თბილისის მერობის კანდიდატი, მას თითქოს ამის სურვილი აქვს და ამიტომაც თქვა უარი შინაგან საქმეთა მინისტრობაზე. ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით რა შემდეგაც ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა ქართულ ოცნებაში. რატომ არ უნდა იყოს? პირობითად ვლაპარაკობ. ქართული ოცნების ამომრჩეველი მის ირგვლივ შეიძლება მომიდ ქართული ოცნების ხაზს უსვამ, ხო? ეხლა როგორ შედის, რავი, სამეულში ლიდერის, ხო? რატო არ უნდა იყოს? პირობითად ვლაპარაკობ. ეს მათი დღით ძლიერი ვიდრე მოქმედი ხო, რატო არა? ეხლა რა მილიონები რო არ აქვს დინარაძის მაგის გამო თუ რა არის? არ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა თავის გუნდში. აბსოლუტურად ამისი ამბიცია შეიძლება მე ხო არ ვიცი ეხლა ბატონი მამუკა იქნება თუ თქვა ბატონი კახა იქნება რა მნიშვნელობა რეალისტურად მიგაჩნიათ რომ შესაძლებელია სწორედ ის განიხილებოდეს ერთ-ერთ კანდიდატად მე მსჯელობ მე არ ამგონია რომ არ დაიწყებენ ოპოზიციის მსგავსად ეხლა ამაში ხომ დარწმუნებული ხო საკუთარი მე უფრო ვფიქრობ რომ უფრო ნეიტრალური ფიგურა იქნება მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ვიდრე პოლიტიკური ძიმეწონიანი თქვა არა კიდე მე ჩემი აზრით ხო თქვა იგივე ბატონი თხემალაძე რატო შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მაგას თავის პარტიაში თქვა ქართულ ოცნებაში რეგიონებში თბილისში ნუ აქვს ეხა ფაქტია ხო საკრებულოს თავმჯდომარეა და ძალიან თქვა მე ნანახი მაქვს მისი მუშაობა რეგიონებში თქვა სადაც მე ვცხოვრობ იქაც მოდიდა არც საარჩევნო პერიოდში მინდა ხაზი გაუსვა და ხდებოდა მოსახლეობას ხა აქედან გამომდინარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამიტომ სიტყვაზე რატო არ შეიძლება ეს იყოს? ან რატო არ შეიძლება მამუკა მდინარაძე იყოს? ის უფრო მძიმე ტონიანია. ოპოზიცია ვიზე დადებს ფსონს ეს არის რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა? თბილისში. ამ სიტუაციაში ვიზეც გინდა იმაზე დადონ ფსონი. აი მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს. ვიზეც გინდათ. დაქსაქსულ სიტუაციაში, რა ვიცი, ვიც უნდა ის დაასახელა. დიმიტრი გელოვანი გააცოცხლნა და არ ვიცი, ხო იცი? ვიც უნდა ის გააკეთონ რა. რა აზრი აქვს? დღეს სისტემა ისეა, რა ვიცი, ილია ჭავჭავაძეს რო დაასახელონ, აი არჩევნების სისტემა აწყობილია ვერ მოიგებს. ასეთ იმაში. კი ბატონო, ბატონო პატა და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, რა ძალიან დიდი მოლოდინები არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ხო, თუნდაც ხვალინდელი საგარეო საქმეთა კი ბატონო, ხო, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ხვალ დიდი ალბათობით შესაძლებელია უკვე მოლაპარაკების განსახილველ მაგიდაზე ჩვენ ვიხილოთ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ოქტომბერში მიღებულ იქნას და შემდეგ უკვე იანვარში ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს. კი ბატონო. აქ უფრო სიტუაცია სწრაფად მიდის, ვიდრე ჩვენ ვისაუბრეთ. მე რასაც უყურებ, რომ ჩვენ თქვი ტექნიკურ მხარეებზე, ას ხდომა მე გითხარით 15-ში, რასაც ახლა ხდება, 10 ოქტომბრიდან ევროკომისია უკვე იურიდიულად წავა რეკომენდაციებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეკომენდაციები ხლა გაჟღერდება, ეს პროცესს აჩქარებს, მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ, რაც იწვევს იმას, რომ იცვლება რაც შევიდა კანონში, რომ უმრავლესობით მოხდეს გადაწყვეტილება. იცით რა არის? უნიკალური მომენტი რა არის, იცით? კანდიდატის სტატუსი ისტორიაში არ შეუჩერებიათ არავისთვის. ხდებით რა პრობლემაა. ყველაფერში პირველი როგორ უნდა ვიყოთ მე წარმომიდგენია რა. აქაც ეხლა ჩვენ რო კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერონ და ჩვენს გამო მიღებული ნორმატიული აქტებით, რომელსაც თქვენ მე ამის დაბრუნების მექანიზმს ავუცი. თუ ვინმეს გონია რომ ხელისუფლება შეიძლება და უცებ დაგვიბრუნებენ კანდიდატის სტატუსს ძალიან ცდება. ასე არ იქნება, მინიმუმ რამოდენიმე წელი დაჭირდება დამტკიცება იმისა, რომ ჩვენ რაღაცებს ვარ მზად. ეს არის კატასტროფა. და ამის შეჩერება თუ შეიძლება, აი ამ პროცესის შეჩერება თუ შეიძლება. მე მქონდა ჩვენი
ეთერის შემდეგ ევროკომისიასთან რუსეთთან დიალოგი და აი როგორც თქვენ დასმით კითხვა, აი რითი შეიძლება აი შეჩერდეს ეს ყველაფერი, ხო? ერთით ადამიანის საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებით. აი თვითმმართველობის არჩევნების შემდგაც რო გამოაცხადონ, მე არ ვიცი, ეხლა უფრო დაჩქარდა პროცესი, მაგრამ ვადა მაინც არის იურიდიულად ბოლოს ხდომა არის 15-22 დეკემბრის შუალით, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ამიტომ მანამდე გადაწყვეტილების თქვა გახმაურება ადამიანის საპარლამენტო არჩევნების გამოიწვევს გარკვეულ შეჩერებას თემების და ეხლა მე არ ვიცი ქართულ ოცნებას აი SWIFT-ზე ხო რამდენი როდის ნახევარ წელზე მეტია პირველად თქვენ ეთერში გავაჟღერე ხო და ზოგიერთები დამცინონერა SWIFT-ი SWIFT-ი ეგ რეზოლუციაში არის. ეხლა გეუბნებით რომ 10 ოქტომბერს დაიწყება პროცედურა და პირველი კვარტალი რო დამთავრდება 26 წლის პროცედურა იქნება დამთავრებული. ეს თუ კანდიდატის სტატუსი მოგვიხსნეს საუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე? ვიზა ლიბერალიზაცია 1 იანვრამდე SWIFT-ის ბანკის საკითხი გათიშვაზე უცებ არ მოხდება იანვარში, ამას პროცედურები ჭირდება 10 ოქტომბერს დაიწყება პროცედურები, დამთავრდება დაახლოებით აი პირველი კვარტალი რო დამთავრდება მარტი-აპრილში. ეს არის კატასტროფა. არ ვიცი რა უფრო საგანგაშოა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება თუ კი ბატონო. რატომ იცით? იმიტომ რომ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან საქართველოს კომერციული ბანკების მოხსნა შეეხება საქართველოს თვითონ არა, ჩვენ არ ვიცით. ეს შეეხება ყველას. ვიზა ლიბერალიზაცია ხო შეეხება გარკვეულ ჯგუფს. მოდი თქვა, ყველა არ დადის უცხოეთში. და SWIFT შეეხება ყველას, იმიტომ რომ ბევრი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ არიან, გერმანიაში არიან მაგალითად და რიცხავენ მშობლებს ურიცხავენ ფულს, პოლონეთიდან ურიცხავენ ფულს. ანუ მარტივად ვერ მოხდება, ასე ვთქვათ, ქართველი ემიგრანტების მხრიდან თანხის გადმორიცხვა. SWIFT-ი გათიშულია ბელორუსია, გათიშულია რუსეთი, ეხლა ორ ბანკს აღუდგინეს, იმიტომ რომ სასუქებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი, ეხლა ჩვენ მასთან დაკავშირებული. ჩვენ ეხლა არ ვიცით რა რომელ ბანკებს გაუთიშავენ SWIFT-ს. ესეც ძალიან პრინციპული თემა. ეხლა წარმოიდგინეთ TBC ბანკი და სახალხო ბანკი, რომელიც ბაზრის 90% საბანკო სისტემის უკავია. რომელიც ლონდონის ბირჟაზე არის დღეს წარმოდგენილი და მათი აქციები და BlackRock-მა იყიდა, ხო, იცით თქვენ აქციები და ძალიან ამაზე არავინ არ ხმაურობ დღეს. BlackRock-ი არის ის, რომელსაც, რა ვიცი, ომის პარტიას კი არა, ამას ეძახიან მსოფლიო მართველ ჯგუფს, ხო? BlackRock-მა ჩადო ფული. ამ ფონზე წარმოიდგინოთ SWIFT-ის გათიშვა ევროპის მხრიდან. BlackRock-ი მუშაობს ცოტა სხვა მიმართულებით, მოდი თქვა ამერიკა და რა თქმა უნდა დიდი ინვესტიციები აქვს ევროპაში, მაგრამ საერთოდ ამის განხილვა ორივე კონტექსტში იწვევს ქვეყანაში ძალიან დესტაბილურ მომენტს. პირველ შემთხვევაში ის რომ SWIFT-ი გაითიშება და BlackRock-ი აუცილებლად ამას არ დაუშვებს, ეხლა გინდა Deep State-ი დამაბრალეთ და რაც გინდათ ის არ დაუშვებს ამას, იმ შემთხვევაში რომ გამოიწვევს გარკვეულ კრებას და მეორე შემთხვევაში არ გათიშვას მომენტი თუ დადგა და ამას ჭირდება ზეწოლის ბერკეტების გამოყენება, ამიტომ TBC ბანკი და საქართველოს ბანკი ახალი მოთამაშეები იქნებიან რამოდენიმე თვეში ქართულ პოლიტიკურ მოედანზე. იმიტომ რომ მათ უნდათ ეს, მათ მოუწევთ ეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პატ დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოდი კიდევ ერთხელ გადაცემის ბოლოს გადავინაცვლოთ ცარო კირვალიძესთან, რომელიც ჯერ ისევ რჩება ტრაგედიის ადგილას აბასთუმნის ქუჩაზე, სადაც დღეს ავარიული შენობის ბოლო სართული ჩამოინგრა. ამ წუთებში მიმდინარეობს იქ ძებნაშველის ოპერაცია. ჩვენ ვიცით რომ ერთი ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიტანეს, ერთი ადამიანი დაშავდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი. ცარო, თუ შეგიძლია გითხრა ახლა რა ეტაპზეა ძებნაშველის სამუშაოები და საინტერესოა თუ რჩებიან ადგილზე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, გულისხმობ როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ ხელისუფლებას. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება კი იმ ადგილზე რჩებიან მერიის წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ბუნებრივია ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. ის რაც შეგვიძლია მაყურებელს ვუთხრათ, არის ოფიციალური უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ერთი დაშავებულია და ერთი არის გარდაცვლილი. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ოფიციალური უწყებისაგან არ ვფლობთ, თუმცა აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი არის გარდაცვლილი. როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, ამ დრომდე
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, როგორც შენობის გარე ტერიტორიაზე, ასევე შენობის შიდა ტერიტორიაზე. გაჩვენებთ პარალელურად ადგილზე. ბუნებრივია, რომ იმყოფებიან მათ შორის აქ მცხოვრები ადამიანები, იმყოფებიან მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებიც. ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობდით დაგვედგინა, ვინ არის გარდაცვლილი, აქ მცხოვრებია, მომუშავია თუ არის გამვლელი, თუმცა ამაზე კონკრეტულ და დეტალური ინფორმაციას არ ვთხოვთ. ვრცელდება ვერსიები, რომ არის მოვაჭრე, რომელიც ადგილზე მუშაობდა. ჩვენ ჩავწერეთ სულ ცოტა ხნის წინ ადამიანები, რომლებიც დეტალურად იხსენებენ აქ განვითარებულ მოვლენებს, ამბობენ, რომ იყო საკმაოდ ძლიერი ხმა, ამის შემდეგ დაინახეს, რომ ჩამოინგრა შენობის საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული ჭერი, რის შემდეგაც მათ გაიგონეს განწირული ყვირილი. ჩვენ მალევე ვნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომ მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება, მას შემდეგ რაც შევიდა მათთან ინფორმაცია შენობის ნგრევასთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ პერიმეტრი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. მედის წარმომადგენლებს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავაადგილდეთ წინა ტერიტორიაზე ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და სწორედ აქ ველოდებით ოფიციალური უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც ცნობილია, მას შემდეგ გააკეთებენ მედიასთან განცხადებას, რაც დამატებითი დეტალები გახდება მათთვის ცნობილი. ახლა ცდილობენ ბეტონის მძიმე მასა, რომელიც ჩამოვარდა შენობიდან, ის დაშალონ. არ ვიცი, რამდენად არის კადრში აღსაქმელი სინათლე, რომელიც გამოდის საცხოვრებელი კორპუსიდან, რადგან როგორც უკვე დასაწყისში გითხარით, ძებნაშვილის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე შენობის შიდა ტერიტორიაზე. მერიის წარმომადგენლების განცხადებაზე მივაწვდე კიდევ ერთხელ მაყურებელს ინფორმაციას. ჩვენ კახაკალაძეც ჩავწერეთ, მისი მოადგილეც ჩავწერეთ, რომელიც ამბობს, რომ ეს შენობა იყო ავარიული, უნდა დაქვემდებარებოდა დემონტაჟს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კორპუსი არის კერძო საკუთრება, თავად მოსახლეობის მხრიდან უნდა ყოფილიყო 100%-იანი ნებართვა გაცემული, რომ ისინი დატოვებდნენ საცხოვრებელ კორპუსს, თუმცა მათ ეს 100%-იანი პოზიცია ვერ მოისმინეს, რომ დატოვებდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე მერიის წარმომადგენლებმა ვერ გამოასახლეს ადამიანები. შესაბამისად, ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ დატოვონ საცხოვრებელი კორპუსი იმისათვის, რომ მოხდეს ჩანაცვლება არსებული საცხოვრებელი კორპუსის, რაც შეეხება დამატებით დეტალებს აქ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით, დაზარალებულებთან დაკავშირებით, როგორც უკვე გითხარით, ამ დრომდე ველოდებით ოფიციალური უწყების წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაციას, რაც შეეხება შენობის ავარიულობას, ეს არის მესამე კატეგორიის ავარიული შენობა, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა დედაქალაქის მერის მოადგილის მხრიდან. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ადგილზე, აქ ვრჩებიან, როგორც უკვე გითხარით, აღმასრულებელი და ხელისუფლების წარმომადგენლები, იმყოფება კახაკალაძე, მისი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრიც არის ბუნებრივია ადგილზე, გეკატელაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ, რჩებიან ისინი, ბუნებრივია ვრჩებით ჩვენს და მაყურებელს დამატებით დეტალებს მას შემდეგ მივაწვდით, რაც ეს ჩვენთვისაც გახდება ცნობილი. სარო, მადლობა. მოდი იმედი ვიქონიოთ, ხო, ამის ძალიან მცირე შანსი არსებობს. საროს დავემშვიდობოთ, მადლობა სარო კირვალიძეს, რომელიც შემთხვევის ადგილას მუშაობს, იმედი ვიქონიოთ, თუმცა შანსი მართლა ძალიან მცირეა, რომ მაშველები შეძლებენ ცოცხლად ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას. ერთი კი მინდა ვთქვა, როგორც ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, საქმე აბასთუმნის ქუჩაზე მომხდარ გრევასთან დაკავშირებით 240 მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. საინტერესოა პირველადი გადაუდებელი საგანგებო სამუშაოების შემდეგ, როდესაც ამ საქმის გამოძიება დადგება დღის წესრიგში, იმედი ვიქონიოთ დღევანდელი განცხადებების შემდეგ, რომ ეს პასუხისმგებლობა მოსახლეობას არ დაეკისრება და ამ პასუხისმგებლობის გაზიარება და საკუთარ თავზე აღება მოხდება იმ ადამიანების მიერ, ვინც არის ზოგადად უსაფრთხო ქალაქზე პასუხისმგებელი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდება ეთერში უკვე 4 შაბათს. მე ხოლმე დაგემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით 13 საათზე გადაცემაში საქმე.